ეს კინოკლასიკებია, რომელიც მე-20 საუკუნეს გადმოსცა. ეს არის კომედია, სადაც აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი არის ცოტა სულელი და ძალიან სასაცილო და უწყინარი. თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კინოხელოვნება და რამდენად ბევრის თქმა შეუძლია კინოს. და ეს ფილმი ძალიან დიდ ხანს საფრანგეთში ყვაგრძელდა. და ხშირად არის ნიურნბერგის პროცესი თვალსაჩინოში. ჩემთვის ეს ფილმი არის შერიგებით ცდელობა საფრანგეთის გერმანიასთან. ყველაზე ნაკლები ფული როცა ქონდა და ნაკლები შესაძლებლობები, მაშინ გადაიღო თავისი ყველაზე როცა ბევრი ფული გაუშლე იდიოტიზმი გადაიღო არა? სამწუხაროდ საქართველოში ახლა ახალმა თაობამ არ იცის კარგად რა ხდებოდა უახლეს ისტორიაში. ცხელძახს რო ნახავს, გაიგებს რა ხდებოდა. კინოს ძალა მათ შორის ამაშიც არის. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom-G, პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეებულობენ საკუთრ მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან და პოდკასტის მსმენელებისთვის სპეციალური შემოთავაზებებისთვის შეგიძლიათ ნახოთ აღწერა. ჩვენი პარტნიორია დანამატების მაღაზია Ketogen-G და მათი გამორჩეული პროდუქტი გონების ოპტიმაიზერი. დღევანდელი ჩვენი თემა ეხება როგორც ისტორიას, ისე ხელოვნებას, გარკვეულწილად კინოხელოვნებას და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ფილმებზე პოდკასტში და ამჯერად შევეხებით აი მე-20 საუკუნე რეჟისორის კამერის ობიექტივიდან რაღაცა მსგავსი სათაური შეურჩიე და ახლა ბოლო გასცემს. იმიტომ რომ რაღაცა მაინც მე-20 საუკუნეს ასახავს ეს ჩვენი დღევანდელი სადაც უნდა ვისაუბროთ ის ფილმები, ხო? ძირითადად ყოველ შემთხვევაში ეს კინოკლასიკებია, რომელიც მე-20 საუკუნეს გადმოსცემს, მოკლედ რომ ვთქვა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის თორნიკე შარაშენიძე, არაერთგზის სტუმარი, რომელსაც აქვს კურსი ჯიპაში, რომელიც ეხება კინო და პოლიტიკას. ესე ქვია კურს, თუმცა რა თქმა უნდა, აქ მე-20 საუკუნის ისტორიის და პოლიტიკის გადმოცემა არის გარკვეულწილად მიზანი და თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კინოხელოვნება და რამდენად ბევრის თქმა შეუძლია კინოს. ეს ძალიან საინტერესო სილაბუსი გაქვს, მე რასაც გადავხედე, მე დიდი სიამოვნებით მოусმენდი ამას, მე სწავლა თავის დროს ჯიფაში, მაგრამ მე ისტორიკოსი ვარ და ისტორიული მაგდამთავრებული, ამიტომ ძალიან შურ სტუდენტების, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, თან ნახავენ ამდენ ფილმს. რა ვიცი, რაჯობია, თან სწავლას ისტორიისა და თან ფილმების ყურებას. შენ ძალიან საინტერესო ფილმები გაქვს შეტანილი და პირველი რაც აქვს აღნიშნული, ეს არის დიდების ბილიკები, რომელიც არის სტენლი კუბრიკის ერთ-ერთი მე-20 საუკუნის ალბათ ყველაზე გამორჩეული რეჟისორის ობიექტურად რომ ვთქვათ ფილმი და რომელიც თემაც არის, რა თქმა უნდა, ომი პირველ რიგში, ვინაიდან მე-20 საუკუნე არის საუკუნე, რომელშიც ორი მსოფლიო ომი მოხდა. შესაბამისად, ძალიან ხშირად ტრიალებდა თემა კინემატოგრაფიაში, რომელიც ეხებოდა ამ ომებს, პირველ და მეორე მსოფლიო ომს. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომზეა ყველაზე მეტი ალბათ გადაღებული, თუმცა პირველ მსოფლიო ომზეც გვაქვს გაცილებით ნაკლები მარტივიზმის გამო, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი ასე თუ ისე შეგვიძლია წარმოაჩინოთ როგორც კეთილის და ბოროტის ბრძოლა, ასე თუ ისე. თუკას პირობითია. როგორც ნაციზმის წინააღმდეგ რაღაც. პირველ მსოფლიო ომის ცოტა გაურკვეველი იყო. ევროპა იყო პრაქტიკულად გაყოფილი ორ ნაწილად და ომდა ერთმანეთში და იყო კარგი და ცუდი. იყო ცუდი თლად ესე მარტივი გასარკვევი არის, რაგან დაამარცხეს გერმანია, მერე გერმანია გამოაცხადეს ცუდად, მაგრამ ისევ და ისევ ძალიან გამარტივებული მიდგომა იყო და გამარტივებული მიდგომა მერე ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, იმიტომ რომ გერმანელებმა თავი ჩათორეს უსამართლოდ დაჩაგრულებად. ამიტომაც იყო რომ პირველ მსოფლიო ომზე, ესე თქვათ, ერიდებოდნენ ფილმის გადაღებას, იმიტომ რომ პროპაგანდისტულად არ არის კარგი თემა. მეორე მსოფლიო ომი პროპაგანდისტულად კარგი თემაა. დღემდე იღებენ ფილმებს გმირ ჩერჩილზე, რომელსაც სიგარა აქვს პირში გაჭრილი და ბუზღუნებს და მიუძღვის წინ გმირულად ბრიტანელებს. დღემდე იღებენ ფილმებს ხადია რუსეთში, დიდ ეძახიან დიდ სამამულო ომზე და ასე შემდეგ, ხო? არ მთავრდება და პირველ მსოფლიო ომზე იშვიათია. ამერიკელები იაპონელებს წინააღმდეგ ივოჯიმას იაპონელებს წინააღმდეგ, ამიტომაც საფრანგეთში გადასხეს ჯარი, ნორმანდიის დესანტი, ხო და პირველ მსოფლიო ომზე ომები გაცილებით ცოტაა და მით უმეტეს ცოტაა კარგი ფილმი პრინციპში. თუმცა ახლა ესე თუ პირველ მსოფლიო ომზე კიდევ ვინმე ხელს ფილმის გადაღებას იწყებს, იქ პროპაგანდისტული განზრახვა ნაკლებია. ამიტომაც ნორმალური ფილმი გამოდის ხოლმე შედარებით. აი დიდების ბილიკები რატომ ამოარჩიე ამ კურსზე რომ განგეხილა რა აქვს ამ ფილმს განსაკუთრებული რას გადმოსცემს ეს ფილმი პირველი მსოფლიო ომის უაზრობას რის გამო დაიხოცა ეს ხალხი
იხოცებოდა აბსოლუტურად გაურკვეველი იყო და უბრალოდ ადამიანს ვინც იქ იბრძოდა ვერ ხვდებოდა რა უნდა მისგან საერთოდ რატო აძლევდნენ ბრძანებას წასულიყო წინ როცა წინ წასვლა მხოლოდ დაღუპოს ნიშნავდა აბსოლუტურად უაზროდ იმიტომ იყვნენ სანგრებში იყო სანგრებში და ხანდახან ვიღაცა გიჟს მოუნდებოდა რომ ეყო რაღაცა აუღებელი ციხესილი რაღაცა სიმაღლე გაუშვება ჯარისკაცებს ჩახოცავდა უბრალოდ და აქ სწორედ ამ ფილმში ეს ისტორია მოთხრობილი გაუშვეს აბსოლუტურად აუღებელი სიმაღლის დასალაშქრად ფრანგები რომელიც იხოცებოდნენ გზაში იქამდე ვერც კი აღწევდნენ და როინც გამომბრუნდა უკან დააბრალეს მათ სილაჩრე ქვეყნის ღალატი და რამდენიმე დახვრიტეს მერე საჩვენებლად ხვებისთვის რომ აწი არ გაბედოს არავინ უკან დახევაო და ეს ფილმი ძალიან დიდხანს საფრანგეთში იყო აკრძალული ეს ძალიან საინტერესო დემოკრატიულ საფრანგეთში ეს ფილმი იყო აკრძალული და კუბრიკმა 37 წელს ფილმია ხო და დაახლოებით 30 წელი იყო აკრძალული საოცრება ისე უცნაურად ჟღერს მაგრამ ფაქტია ესე იყო და ნუ ახლა კუბრიკმა მოახერხა ის რომ თელ ფილმის განმავლობაში თითა ფრანგები ჩანან, უბრალოდ სულ ფრანგები ჩანან. გერმანელი არ ჩანს საერთოდ. თელ ფილმის განმავლობაში. გერმანელი ჯარისკაცი არ ჩანს. მარტო ისრიანიკი და ესეც იხოცებიან ბუზებივით ეს საცუდავი ფრანგები. ერთ-ერთი გერმანელი პერსონაჟი რომელიც ბოლოში ჩანს, ეს არის საწყალი გერმანელი გოგო, რომელსაც ტყვედ ჩაიგდებენ და გამოყვა ფრანგი ჯარისკაცების წინაშე. ფრანგი ჯარისკაცები ისე შეყრილებიან ერთად ცოლახანი გაერთონ ისე თქვათ მოდუნდნენ და მოუყვანან გოგოს, როგორც ომის ნადავლს. ესენი უსტვენენ ყიჟინაში არიან ხო იცი რაუ კაცები დაინახავენ ქალს და ეს საწყალი გოგო ამღერდება გერმანულად და კარგად ვერის ძალიან და ფრანგ ჯარისკაცებს ყველა სრემლიზდის თვალიდან გაახსენება ზოგს ავი შეყვარებული ზოგს და ზოგს ისა ასე შემდეგ და ესე მთავრდება ეს ფილმი რომ პირველი ერთ-ერთი გერმანელი ამ ფილმში არის საცუდავი გოგო ჯარისკაცი არა ეს არის მტერი ანუ მტერი არის სიამდვილეში ის კი არ არის ვინც გესვრის ესეც შეიძლება იყოს საწყალი შეშინებული გერმანელი ბავშვი ფაქტურად 17 წლის გოგო დაახლოებით რომელიც სხვა შორის მე ეს მსახიობი ყურიკვა ცოლად მოიყვანა ძალიან საინტერესო ეგ დუგლასი თამაშობს ხო ამ ფილმში დუგლასი თამაშობს იმ ფრანგ ოფიცერს რომელიც ხვდება რომ ეს გიჟური ბრძანებები არ უნდა შესრულდეს იმიტომ რომ მხოლოდ ჯარისკაცების დახოცვას მოიტანს და ამ ფილმს რო შეხედავთ სხვანაირად დაფიქრდები ზოგადად იმაზე რომ როცა მიდიხარ ომში რომელიც შეტევაზე უпростоროდ რომელიც წინასწარვე იცი რომ უაზრობავდ უნდა მოკვდე უნდა წახვიდე რომ მაგრამ ნუ ჯარი ესეა მოწყობილი გიბრძანები მოწახვიდე თუ არ წახვდეთ მოღალატე ხარ არ იმორჩილები ბრძანებას და აი უცნაურ სიტუაციაში ხარ ძალიან არ მინდიხარ ესე იგი არ იმორჩილები მოღალატე ხარ მინდიხარ ტყუილა კვდები აბსოლუტურად და შენ ხო შენ ქვეყნის ჯარისკაცი ხარ სიმინდრე ხარ და ყველა უნდა შეაკლა თავი და პირველი მსოფლიო ომი ძირითადად ეს იყო ტყუილად თავის შეკლა მერე ვინც ჭკვიანი იყო აღმოჩნდა ჭკვიანი მე იზლეოდა ბრძანებას რომ არ ამოყო თავის სანგრებიდან დარჩით სანგრებშიო და ვინც უფრო დიდხანს დარჩა სანგრებში საბოლოო ჯამში იმან მოიგო პრინციპში ომი ესე გამოვიდა და თანაც სწორედ მაგიტო გაჩნდა ტანკიც პირველ მსოფლიო ომში რომ ამ სანგრებში გადასულიყავი რომ გზაში არ მოეკალებინე ეს ბატონო ზუსტად ხო და სოდაჩორის այն მეორე ფილმის რო გაქვს ნახსენები რომელსაც თანაც პარალელს ავლებ დასავლეთის ფრონტი უცვლელია აი პრინციპში მანდაც ძალიან მაგრად ჩანს აი აბსოლუტური ოზრობა აბსოლუტური ოზრობა და იქ ჩანს უფრო კარგად ყოფა ყოველდღიური ყოფა ამ ჯარისკაცების ის უკვე გერმანელი ისე თქვათ გერმანელები არიან ხო რემარკის წინით არის ეს არის 2022 წლის ფილმი ახალი ვერსია მესამე ვერსია უკვე ედუარდ ბერგერის კი უკვე მესამე ვერსია გერმანელის გადაღებული და მე დაკურებული ვარ რომ წაგებული ხარ როცა იღებს ომზე ფილმს ყველაზე უკეთესი გამოდის ხოლმე იმიტომ რომ სატრაბახო და რაღაცა სამარიაჟო არაფერი არა აქვს და ეს ფილმი რომელიც მით უმეტეს გადაღებულია გერმანელი ცნობილი ავტორის რემარკის წინის მიხედვით გამორჩეულად კარგი გამოვიდა ჩემი აზრით და ჩანს რომ ჯარისკაცი რომიდის პირველ მსოფლიო ომში გერმანელი ჯარისკაცი გმირობით კი არის დაკავებული იმდენად დაკავებული იმით რომ საჭმელი იშოვოს და პარავენ ფრანგლიხებს ავიცი თათმებს კვერცხებს ბატებს და ერთ-ერთი პერსონაჟი იმით სწორედ მაგით იკვდება რომ მოპარავენ ფრანგლეხს ბატს იხს მორბიან და ის ესვრის ტყუიას ფრანგი ფერმერი და მოკლავს ანუ მტერი კი არ ესვრის ფერმერი ესვრის ხო და აი ეს უაზრობაც არის ნაჩვენები კარგად და ამიტომაც იყო მე რემარკის ეს წიგნი მესამე რაიხში აიგრძალა ჰიტლერმა აგრძალა იმიტომ რომ პაციფისტური წიგნი როგორ შეიძლება ხო და რაც მიიღეს მე კი ვიცი ხა მესამე რაიხში ხო თან იცი რა არის აი ამ დასავლეთ ფრონტი უცვლელიაში მე მაგალითად მომეწონა ეს ახალ ვერსიაში განსაკუთრებით რომ თვითონ სასანგრო ომი ძალიან კარგად იყო გადმოცემული აი საშინელება ასე ხო ტალახში ზიხარ იქვე აკეთებ ჭამდა აკეთებ სხვა რაღაცებს გასაგებია ხარ ზღულის ყოფი ყველა მიხვდება ალბათ გაწვიმის გათოვს ვირთხები 1000 პარაზიტები და უბედურება აი საშინელება უბრალოდ და ამოყოფდა ტყვია თავს ამოყოფდა რომელი ჯობია ტალახში და სხვა რაღაცებში იყო ჩაწოვილი თუ ტყვია წამოყვა თავი ამოყვა ტყვია მოხვდეს ხო ძალიან რთული გასაძლებელი იყო ცხადი ამიტომაც იყო რომ მე ამ თაობას ვინც გამოიარა პირველ მსოფლიო ომი უწოდეს დაკარგული თაობა და ნუ
როცა დაბრუნდნენ ომებიდან, ომიდან რომ დაბრუნდნენ სახლებში, ინგლისელი, ფრანგები და ასე შემდეგ, გამარჯვებულებიც კი, ანუ ინგლისელი და ფრანგები სახლში არ ლაპარაკობდნენ იმაზე, რა მოხდა. ანუ დიდხანს თურმე ყველა ამჯობინა სიჩუმე. სიჩუმე ამჯობინეს. რომ ვითომ არაფერი არ მოხდა, ისეთი შოკი ჰქონდათ, შოკი იმიტომაც რომ ეს საშინელება გაიარეს რეალურად აბსოლუტურად არაფრის გამო. ვინ რა მოიგო, იყო გაურკვეველი. პირველ მსოფლიო ომმა გამოიწვა საშინელებები მერე. გამოიწვია გერმანიაში ნაციზმის მოსვლა, ბოლშევიზმის გამარჯვება რუსეთში, იქ მუსოლინი მოვიდა იტალიაში, ანუ ყველაფერი უბედურება, იდეოლოგია რაც კი არსებობდა მე-20 საუკუნეში, გამოიწვია რეალურად პირველ მსოფლიო ომმა. არა და ომი, რომელსაც უწოდებდნენ, რომ ამ დაესრულებინა ყველა ომი. ხო და ნუ როგორ დაასრულა კი ვნახეთ, 20 წელიწადში ზუსტად დაიწყო ახალი ვარესი ომი. ვარესი ომი, რომელიც უფრო პოპულარული არის ვიდრე პირველ მსოფლიო ომი. იმიტომ რომ ისევ და ისევ ბოროტსაზლია კეთილმან, ხო, ეს მომენტი არის. თუმცა ისე გამოდის, რომ მაინც მეორე მსოფლიო ომი პირველს გაგრძელება არის, ასე ვთქვათ. კი, იმიტომ რომ გერმანია ბოლომდე ვერ დამარცხდა, არჩა განაწყენებული და მერე შურიზია მოინდომა. და ნუ ხა მეორე მსოფლიო ომის დროს თან უკვე საინტერესო არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იღებენ ფილმებს. მასობრივად. გერმანელების და ესე. რა თქმა უნდა, კასაბლანკა გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის დროს. კასაბლანკა გადაიღეს პროპაგანდისტული მიზნებით, მაგრამ გამოვიდა შედევრი. როცა იღებდნენ, იქ ესწრებოდა გადასახებ მოედანზე იმყოფებოდა სულ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ზედამხედველად, რომ აბა ეს ფილმი ისეთი იყოს, რომ მოუნდეს ამერიკელებს ომში წასვლა. ისეთი ფილმი იყოს, რომ გერმანელი იყოს აუცილებლად ცუდი ტიპი და ასე შემდეგ. ხო და გამოვიდა შედევრი ამ ყველაფრის მიუხედავად. კი ბატონო. რომელსაც მე გადააღებიეს კიდე ერთი მე უკვე გადააღებიეს აშკარა პროპაგანდა, რომელსაც ქვია მისია მოსკოვში, სადაც სტალინი გამოყენებული ანგელოზად. 43-ში 4-ში გამოვიდა ეს ფილმი, საკმაოდ მალე კასაბლანკადან. კი, რა თქმა უნდა, ხო და ეხლა აი ომის დროს რო იღებ ესეთ ფილმს, კასაბლანკასნაირ ფილმს, უკვე ნიშნავს იმას, ჯერ ერთი რა დონეზე უკვე ამოქოქილი კინოინდუსტრია და მეორეც ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდი რამდენად მაგარია, რომ პროპაგანდას უკვეთავდა ეგეთი რაღაცა გამოდის. კასაბლანკა მაროკოში არის, ხო? ნუ გადაიღეს გადე ამერიკაში, ვითომ მაროკოში, ხო? მაგრამ ისე მაროკოში. მაროკოში ხდება, მაროკო საფრანგეთის კოლონია, არაფორმალურად, ისე თქვათ, ფორმალურად არაოკუპირებულია ვითომ გერმანელების მიერ, მაგრამ ცხადია ჯამში ყოფს გერმანელები აკონტროლებენ და სასიყვარულო სამკუთხედი და დიდი პოლიტიკა, დიდი მსოფლიო პოლიტიკა, იმიტომ რომ კასაბლანკას თავარი პერსონაჟი რიკი ამერიკელი რეალურად განასახიერებს ამერიკას, იმიტომ რომ რიკი ძალიან ნეიტრალურია, ძალიან cool ტიპია, ფლობს კასაბლანკაში ყველაზე პოპულარულ ბარს. ფული აქვს, გავლენა აქვს, კავშირები აქვს, მაგრამ არ ერევა არაფერში. ან ამერიკასავით იქცევა. ბოლოს ერევა საქმეებში, თავის ესე თქვა თავს გადადებს, რისკავს ძალიან, შეიძლება დაიჭირონ, იმიტომ რომ დაეხმაროს ესე თქვა კეთილ მხარეს, დაეხმაროს ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლ ჩეხს ვიქტორ ლაზლოს, რომელსაც ცოლად ყავს ქალი, რომელიც უდესღაც ამ რიგს უყვარდა. აი სასიმყარულო სამკუთხედი. გენიალური ფილმია, გენიალური მუსიკით. ეს არის ყველაზე უფრო მეტად ციტირებადი ფილმი. ანუ 20 ფილმი არის, რაც მე დავთვალე, სადაც კასაბლანკა ჩანს. სადაც ან კასაბლანკას პაროდია, ამ პირიქით კასაბლანკას ეთაყვანებიან, ცდილობენ ეს გამეორებას, სადაც მისი იქიდან ის მუსიკა ჟღერს და ასე შემდეგ. ხო, სხვადასხვა ძალიან ხშირად გადის ხოლმე ქართულ არხებზე და ურჩევ მსმენელს, რომ რაღაც კარგი ხდება, კარგი. ხო, თვალი შეავლონ, საერთოდ რა არის, მე მგონი ეს იმდენად შერჩეული არ არის, ამდენად ძველი ფილმებზე უფლებების აღება უფრო ადვილი არის და შეგვიძლია ხოლმე, ხო. აიღილებ ახლა ეს. 42-ში გადაღებული. ძალიან ხშირად გადის ხოლმე და ამერიკულები ძველები 40-იანი წლებისა და შენ. მაგრამ ძველები უფრო უკეთესი იყო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძველები ჯობია. მეორე მსოფლიო ომზე სხვა ფილმებიც აქვს შენ შეტანილი შენ კურსზე, ეს არის ჩემი მიწა მაგალითად. ძალიან ცნობილი ფილმია, თუმცა მე რომ მაჩნია ეს ძალიან ღია პროპაგანდაა. და რას გადმოსცემს ჟანრი მორის ეს ფილმი? 43-ში გადაღებული. ხო, იქ გადაღებულია ანტიგერმანული პროპაგანდა, პროპაგანდა კეთილი მიზნებით და გატარებულია იდეა, რომ საბოტაჟი კარგია, რომ მიმართოთ საბოტაჟს მეგობრებო. მოქმედება ხდება აშკარად საფრანგეთში. და საფრანგეთი ოკუპირებული იყო გერმანელების მიერ, ახლა რეჟიმი არის. ხო, ვიშის რეჟიმი, გერმანელები ახლა ფრანგებს პრინციპში არ ერჩოვდნენ, თუ კი ფრანგები არ მიმართავდნენ გერმანელების წინააღმდეგ საბოტაჟს. თუ მიმართავდნენ საბოტაჟს, სიტყვა თუ მოკლავდნენ ერთ გერმანელს, პასუხად გერმანელები კლავდნენ 10 ფრანგს, ხო, დაახლოებით ესე. შეიძლება ნაკლებს, შეიძლება მეც. ხო, და ამ ფილმში გატარებული ეს იდეა, რომ მე რა მოხდა, რომ გერმანელები გაატარებენ რეპრესიებს, ჩვენ მაინც რომ მიმართოთ საბოტაჟს. ნუ კეთილშობილი მიზნით გაკეთებული პროპაგანდაა საკმაოდ უხეში მე ვიტყოდი. კასაბლანკა გენიალური პროპაგანდაა.
პროპაგანდას ვერ დავარქვენ და ეს საკმაოდ ცეთი ხია. ხა გასაკვირი არ არის ალბათ ფრანგი რეჟისორისაგან ამ მდგომარეობის მერე რაც საფრანგეთს თავს დაატყდა. ხო, რა თქმა უნდა. სოფლიო ომში შესაბამისად გადაიღო მის საწინააღმდეგო ფილმი და ანტიგერმანული ფილმი. მოუწოდა ფრანგებს მოკლედ რომ თქვა ამ ფილმით, ხო? ომ გადაიღო ესაგებია სადაც, ხო, სხვაგან საფრანგეთში არ გადაუღია. ხო, საფრანგეთში ვინ გადააღებინებდა საფრანგეთში. ასევე აქვე გაქვს შეტანილი დიდი გასეირნებაც 1966 წლის ფილმი, ჟერარ ურის ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ასახვა არის, ოღონდ ცოტა სხვანაირი ხედვით, კომედიაა. ეს უკვე სხვა кейსია. ეს кейსია უკვე 20 წელია გასული ომის დამთავრებიდან და ფრანგული კომედია, ხა ფრანგებს არ იშლებათ გემოვნება როგორც წესი, იუმორი და ასე შემდეგ. ეს არის კომედია, სადაც რეალურად აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი არის ცოტა სულელი და ძალიან სასაცილო და უწყინარი. გერმანელებიც არიან უწყინარები და სასაცილოები. მიუხედავად იმისა, რომ ბრისხენად გამოიყურებიან, მაინც ჯამში არიან სასაცილოები. სასაცილოები არიან ფრანგები, სასაცილოები ინგლისელი პილოტებიც. შინაარსი არის, რომ ინგლისელი პილოტები ჩამოაგდებენ პარიზის თავზე და ფრანგები მალავენ, ეხმარებიან რომ გაიყვანონ საფრანგეთიდან გერმანელები ცხადია დაძდებენ. ხო და ჩემთვის ეს ფილმი არის შერიგებით ცდელობა საფრანგეთის გერმანიასთან. იმიტომ რომ აქ გერმანელებს კი არ კვდებიან ამ ფილმში. როგორც წესი, ამ მეორე მსოფლიო ომის გადაღებული ვარ ფილმი გერმანელები კვდებიან ხოლმე აი საშიად როგორც იმსახურებენ ესე თქვა, ხო, აი ტანჯვით კვდებიან ხოლმე. განსაკუთრებით სპილბერგის ფილმებში გერმანელები ტანჯვით კვდებიან გერმანელი ოფიცრები. ხო, გასაგებია მისი დამოკიდებულება ხო გერმანელებს მიმართ, ხო? ხო და ამ ფილმში აბსოლუტურად არავინ არ კვდება. კომედიაც არის ხო პრინციპში. კომედია, ხო, გაკეთებული. ლუი დე ფიუნესი თამაშობს. ხო, ეხა იქ როგორ შეიძლება მოგწეს ლუი დე ფიუნესია, ხო. ზუსტად და ეს ფილმი ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში, მათ შორის იმის წყალობითაც, რომ ლუი ფიუნესს ყავდა ძალიან კარგი გამხმოვანებელი, კონიგსბერგი იყო გვარად საბჭოთა გამხმოვანებელი, ფილმებში არ უთამაშია როგორც მე ვიცი ამ კაცს, მაგრამ ისე ახმოვანებდა ლუი დე ფიუნესს, რომ ლუი დე ფიუნესი ამბობდა რომ მე მგონი მე მჯობიაო. ხო და სადაც კი ეს კაცი ახმოვანებდა, ის კომედია იყო როგორც წესი მით უმეტეს კარგი ახმოვანებული. ფანტომასი იგივე გენიალურად ახმოვანებული იყო სწორედ აი ამის წყალობით. ეს დიდი გასეირნებაც და თან ზოგადად რუსებს გამოდიოდათ კარგ დაკვირვებულია ფრანგული წიგნების და ფილმების კარგად თარგმნენ. თუ ფრანგული ენა კარგად იცოდნენ ყოველთვის, რა ვიცი. ნუ ისედაც იმპერიის მოყოლებული ფრანგული ენას ისედაც ბევრი სწავლობდა ძალიან. პოპულარული იყო და კულტურა და ენა რა ფრანგული და სერვარ არის გასაგები. შეიძლება ამიტომ ხო. რაღაცა ეს კონდეთ ხო. ხო და აი ეს ფილმი რომელიც ფრანგოფილები იყვნენ, მართლა. ეს ფილმი რომელიც ტრიალებდა ძალიან აქტიურად საბჭოთა კავშირში, მე ესე თქო გავიდა დრო სხვა თვალით შევხედე, რომ აი რეალურად მეორე მსოფლიო ომზე კარგი კომედია, სადაც ყველა კაი ტიპია, მათ შორის ბოროტი გერმანელიც კაი ტიპია. ესეთი ფილმი სხვა არ მეგულება რეალურად, ძალიან იშვიათად. ხო, არა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომზე არის, მეორე მსოფლიო ომის სხვა მხარეზეც არის გადაღებული ფილმები, ამჯერად ეს არის სამხედრო დანაშაულებები, ხო? რაზეც ძალიან პოპულარული თემაა და ხშირად არის ნიურნბერგის პროცესი თვალსაჩინოში ყოველთვის რეჟისორებისა, ხშირად იღებენ ხოლმე. ეხაც გადაუღიათ ხო ჯერ არ მინახავს მართალია. ჰოლოკოსტი ზოგადად ძალიან პოპულარული თემა არის და აი შენ მითითებული გაქვს მათ შორის ებრაელი ზუსი ფაით ჰარლანის ფილმი და ნიურნბერგის პროცესი, რომელიც არის სტენლი კრამერის ფილმი. ხო, ებრაელი ზუსი ეს გადაღებულია მესამე რაიხში. უშუალოდ პროპაგანდის მინისტრის გობელსის მეთვალყურებით. ეს ფილმი გადაიღეს ბრიტანელების პასუხად. ბრიტანელებმა გადაიღეს ფილმი იგივე სათაურით. ეს ფილმი ეფუძნებოდა წიგნს, რომელიც ავტორიც იყო გერმანელი ებრაელი ლუინ ფოიხტვანგერი, ავტორი ეს იყო, ხო? გოიაც აქვს დაწერილი, ძალიან ბევრი ბიოგრაფია აქვს დაწერილი. და ფოიხტვანგერა აღწერა ერთი ებრაელის ისტორია, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ერთ-ერთი გერმანული სამთავრო და მერე იქ ჩამოახრჩვეს. და აწერა რომ udanașauli იყო ეს კაცი და რეალურად შეეწირა მას, რომ ებრაელი იყო და ამის გამო გადაეკიდა ძალიან ბევრი რაღაცა. მერე გადაიღეს ფილმი ზუსტად იგივე სიუჟეტით, რომ ინგლისში რომ ეს ებრაელი udanașauli მოკლეს, იმიტომ რომ ებრაელი იყო. და ეს არ მოეწონა ცხადია გერმანიაში არ მოეწონა და გადაიღეს საპასუხოდ ფილმი ებრაელი ზუსი, სადაც გამოყვანილი ეს ზუსი საშინელი პერსონაჟაც მის გვარი იყო ნამდვილი გვარი ოპენჰაიმერის ხოთა შორის და მთელი გერმანელი ერი ისე საიზღრად არის გამოყვანილი რომ ისტორია რო არ იცოდე ეს ფილმი რო ნახო შეზიზღდება ებრაელები მაღალი დონის პროპაგანდაა ძალიან ხო ანუ ებრაელები ყავს გამოყვანილი ძალიან მაღალი დონის პროპაგანდაა და მოგვიანებით მე გადაიღეს რაღაც 2000-იანებში გერმანელებმა ფილმი რომელსაც ქვია ებრაელი ზუსი უსინდისო ფილმი და ნაჩვენები არის ამ ფილმს როგორ იღებენ და ნაჩვენები არის მე რა ბედი ეწია იმ მსახიობს გერმანელ მსახიობს ვინც თავარი როლი ითამაშა რო ძალიან გაურთულდა ცხადია ცხოვრება გაურთულდეს მე ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თვითონაც მე სინდისი აწუხება და ასე შემდეგ ანუ ეს არის მესამე რაიხის ყველაზე ცნობილი ფილმი
ზოგადად ეხა სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით მესამე რაიხის კინემატოგრაფია, ან დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ხა ჩვენამდე ვინ მოუშვებს ვინ ხო აგრძელულია თითქმის თავიდან ბოლომდე. მე ცნობილი ქალი რეჟისორი ყავდა. რიფენშტალის ფილმი ასე თუ ისე არსებობს. რიფენშტალი. ასე თუ ისე არსებობს. კი. მაგრამ ხა მე მადლობა ღმერთს არის YouTube-ზე რუსულად გახმოვანებული ორი მაშინდელი ფილმი, აქეთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ბისმარკზე. და ძალიან კარგი ფილმია. და მე ზოგადად შევამჩნიე რომ ბისმარკზე თითქმის ფილმები არ არსებობს. ხო ისე უცნაურია. გერმანიის იმპერიაზე ზოგადად გერმანია მეორე მსოფლიო ომში იმდენად დემონიზირება მოხდა, რომ ბისმარკის ისტორიაც კი იმაზე მიწერილი. ბისმარკის გადააყოლეს იმას. ჩვენ მახსოვს პოდკასტი რომ ჩავწერეთ ბისმარკზე, მწარე პოდკასტი ერთ-ერთი ეპიზოდი ადრე. YouTube-მა და Facebook-მა გარკვეული აკრძალვასავით დაადუზეთ რა, იმიტომ რომ აღიქვა როგორც აი გერმანიის ისტორია. და მე ChatGPT-ს ვთხოვე ერთხელ და ეხა წარმოსახვით ბისმარკის რაღაც გერბი და ვარ მითხრა. ო ეს რა შეიძლება მითხრა. ხო და ამიტომაც არის რაღაცა უცნაური იყოს თითქმის არ ჩანს ბისმარკი ფილმებში თითქმის არ ჩანს ხო და აი მესამე რაიხის მერე მასზე ფილმი მგონი არ გადაუღიათ გერმანიაში და ამერიკაში მითუმეს ახლა ბისმარკზე ფილმს ვინ გადაიღებს იქ მირი ჩერჩილი ჭირდება ყოველთვის საქმეს ხო ბისმარკი უფრო მეტად იციან ის ცნობილი ხომალდირო იყო ჰიტლერის რომელ ჩაძირეს ხო მეტად ვიდრე თვითონ ბისმარკი ვინ იყო და კიდე ერთ ფილმი რომელიც არსებობს დევს YouTube-ზე იმედი ახლა არ დაბლოკავენ ამ ჩვენი პოდკასტის მერე ამ ფილმებს YouTube-ზე არის დროჩილდებზე ის პროპაგანდა გაქანებული, მაგრამ ასევე მაღალდანის პროპაგანდა. ანუ სამი მესამე რაიხის ფილმი მაქვს ნანახი სულ პრინციპში მე. თუ არ შევჭი ხა რიფენშტალის ფილმებს, რომელიც დოკუმენტური უფრო არის და სამივე ძალიან მაღალი დონის, იმიტომ რომ ჰიტლერი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა კინემატოგრაფიას, როგორც პროპაგანდის იარაღს. სხვა შორის ეს მომენტი ჰიტლერი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს კინემატოგრაფიას, ჩანს ტარანტინოს შემსაყრელ ფილმში Inglourious Basterds. გახსოვს ხო იქ რაზეა საუბარი ხო კინოს გადაღებაზეა საუბარი რომ ის ვიღაც გერმანელი სნაიპერი რომ 1000 ამერიკელს რო კლავს და მაღაზი ფილმს რო იღებენ და რო უსომენ ხას რომ ჰიტლერს ჭირდება ახლა ეს ფილმი ხოდა შორის რიფენშტალის ფილმები რომელიც გადაღებული არის უშუალოდ მესამე რაიხის პერიოდში ოლიმპიადა რო ჩატარდა მაშინ ცნობილი მიუნხენის და ბერლინში თავი ყველა ცნობილი ფილმი სწორედ ამაზეა ხო და აი მაგის კადრები მთლიანად მაგ ფილმის ამოღებული აქვს ცნობილ გერმანულ ჯგუფს რამშტაინს და მომყენებული აქვს თავის ერთ-ერთ კავერში სიმღერაში Stripped და ეს კლიპი მთლიანად არის მაგითი აგებული და თავის დროზე რომ გამოუშვეს ეს ძალიან ვორკის მოყვა რომ აი როგორ გამოიყენეს რიფენშტალის რომ ეს თითქოს ნაცისტური პროპაგანდა იყო და ასე შემდეგ და მე ძალიან ბევრჯერ მოუხდათ პასუხისგაცემა იმაზე რომ აი ჩვენ ამით ვარ გავგეთებია და ასე შემდეგ ხო რაც და რაც დრო გადის არ განელდა არაფრით ესე თქვათ ეს თემა რომ არ ყველაფერს გერმანიაში უკავშირდება შეიძლება ჰიტლერს უკავშირდებოდეს ხო აღარ დასრულოდა ეხა არ ვიცი მე ხო არა და ის უბრალოდ სპორტის ასე ვთქვათ რაღაცა გაიდეალიზების ფორმა იყო არაობიექტურია ხო ესე ეხა შენ ისტორიკოსი ხარ მით უმეტეს შენთვის ძალიან არასწორია ხო ეს მიდგომა ხო დამეთანხმები ხო რა თქმა უნდა თან იცი რა რაღაცის აკრძალვა უფრო მეტ ინტერესსაც იწვევს ხოლმე უფრო ამისადმი და უფრო მეტად მოიძიებენ და უფრო მეტად ნახავენ ამის შედეგად და თუნდაც შორის ბოლო პერიოდში მე მაგალითად ვამჩნევ რომ ძალიან რევიზიონიზმი მიდის მეორე მსოფლიო ომის რაც აკრძალვა მოიტანა ალბათ კი აკრძალვა მოიტანა ჩემი აზრით იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ასე ვაუკვირდები აი ისეთ რაღაცებზე მიდის ლაპარაკი ის ვიდეოები იდება და ისეთი ფილმები და შემდეგ რაც წარმოუდგენელი იყო 1-10 წლის წინ რატო იმიტომ რომ ერთი მხარე ამახინჯებს რაღაცეებს უნდა წარმოაჩინოს როგორც კეთილის ბრძოლა ბოროტის წინააღმდეგ ცხადია მე ნორმალური ადამიანი ფიქრობს რომ თლოდეს მარტივად არ იქნებოდა საქმე მე ნორმალური ადამიანი ნახულობს მეორე კვირდროსობა სადაც არის ჰოლოკოსტის უარყოფა და სიგიჟეები ხო კი შესაბამისად ხო რაღაცა საშუალო პოზიციის დაჭერა ყველაზე ძნელი არის როგორც ყველაფერში ხო როგორც ყველაფერში მით უმეტეს ქართველებს საკმაოდ გვიჭირს ხოლმე უგუტროსოების ხერი ვართ ან ერთ უკიდურესობაში ვარ ეს ჭირდება აი უმეტესობა სამწუხაროდ brain optimizer-ი ხო სხვათა შორის მაგას რო აღნიშნო ბარემ ჩვენი პარტნიორის კეტოგენის brain optimizer-ია ეს ანუ გონების ოპტიმაიზერი, საკვები დანამატი, ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, რომელიც აუმჯობესებს პროდუქტიულობას, გონებრივ ფუნქციებს და გეხმარებათ ინფორმაციის უკეთათვისებაში. მოკლედ, საქმიანი ადამიანებისთვის არის, ვისაც ჭირდება ასე ვთქვათ, დამატებით, რაღაცა ნივთიერებების მიღება იმისთვის, რომ გონება გაეხსნას. არავის არავნებს ჩვენი ჩათვლით. კი, ასევე მინდა აღვნიშნო, ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი კონეკო, ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც მოგზაურებს თავაზობს იაფ და სწრაფ სამოგზაურო ინტერნეტს და კონეკოს მობილური აპლიკაციის სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ფასდაკლებით ისარგებლოთ, დანარჩენი მითითებული არის უკვე პოდკასტის აღწერაში. მეორე მსოფლიო ომს, რაც შეეხება, აი ჩვენ ხა ჰოლოკოსტი ვახსენეთ და ასევე
არის არ გამოგრჩეს ფილმი ძალიან მიყვარს ნიურნბერგის პროცესი 1971 წლის ფილმი, რომელიც არის სტენლი კრამერის. ხო, სტენლი კრამერი იყო ამერიკელი ებრაელი რეჟისორი. ხო, გვარზე. ხო. სვარშევერს ახლა იმ პერიოდში ვინც მოღვაწეობდა ამერიკელი რეჟისორების უმეტესობა ებრაელები იყვნენ. თლად ესე მითი არ არის, რომ ებრაელები და ჰოლივუდი თლად არის მითი, ახლა ფაქტებია, ხო? სპილბერგი, იგივე კუბრიკი, სტენლი კრამერი, კორტესიც ვინც გადაიღო კასაბლანკა ებრაელი იყო და ასე შემდეგ. წარმოშობით. ხო და აქ ნაჩვენები არის ერთ-ერთი ნიურნბერგის პროცესი, რომელშიც ასამართლებენ გერმანელ მოსამართლეებს. ძალიან საინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეჟისორი წარმოშობით ებრაელია და გასაგებია ხა მისი დამოკიდებულება მესამე რაიხის მიმართ, საოცრად ობიექტური ფილმი. ანუ ნაჩვენებია, რომ თლად ესე მარტივადაც არ იყო საქმე, რომ ყველაფერი გადატეხოთ ჯოხი მთლიანად ამ მოსამართლეებზე და იქ ადვოკატი ამ გერმანელი მოსამართლეების, ვინც მათ პოზიციას იცავს, ამბობს, რომ ისეთ რა შეასაქმე სოფლიოში თითქმის ყველას ჰქონდა ჰიტლერთან თანამშრომლობის ცოდვა. აგერ მაგალითად ჩერჩილი აქებდა ჰიტლერს. უამრავი ამერიკელი ბიზნესმენი თანამშრომლობდა მესამე რაიხთან. იმათთან თუ არ ასამართლებთ. რახან ეს ხალხი ხა დამარცხულ ქვეყანას წარმოადგენენ, ამიტომ ასამართლებთ. და ამიტომაც ნაჩვენებია, რომ პროცესის თავმჯდომარე ვინც არის, ერთ-ერთი ამერიკელი მოსამართლე, რომელსაც თამაშობს ამ რეჟისორის საყვარელი მსახიობი სპენსერ ტრეისი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ანუ მისი გული გასაგებია, საერთოდ არის უნდა რომ ეს ხალხი დასაჯოს, მაგრამ ამავე დროს ეს წესიერი მოსამართლეა და პროცესი მიყავს ზუსტად, როგორც მოითხოვს მისგან ესე თქვა ეს კოდექსი რაც არის, ხო, იურისტის და ესე მარტივად არ არის მათი გასამართლებელი გამტყუნება აღმოაჩენს. ესე მარტივად არ არის. და ბოლოსში თავდება ისე რომ ცხადია გამტყუნდებიან, მაგრამ მოდი არ დავასპოილებ, ნახონ, ყველას ურჩევ ეს ფილმი. ეს ფილმი მადლობა ღმერთს არსებობდა ჩვენთან გადაცემა ილუზიონი და პირველად იქ ვნახეს რაღაც 80-იანების დააწყისში ალბათ. ილუზიონი იყო საბჭოთა კავშირში, საქართველოს იყო რაღაც ამდენი პრივილეგია ჰქონდა. საქართველოს შედარებით უკვე ცხოვრობდა აშკარად, იმიტომ რომ ბოლოს ილუზიონი ჰქონდა. სხვა რესპუბლიკას მე მგონი მსგავსი გადაცემა არ გააჩნდათ, რომ კვირაში ერთხელ შეგიძლია ნახო, როგორც წესი კარგი უცხოური ფილმი. ამერიკულიც იყო, ფრანგულიც, იტალიურიც ყველანაირი. ძირითადად ეს სამი ქვეყანა იყო. პრინციპში არის, ხო, თავარი იაპონიას, მაგრამ იაპონურ ფილმები ნაკლებად იყო შემოსული ჩვენთან. კუროსავა შეიძლება იყო რამე. ილუზიონში აჩვენეს, კი, მართალია, აჩვენეს სარსიუმონი. რა შემონა. კი, აჩვენეს, კი. კი, ასევე საბჭოთა პერიოდში გადაღებული ფილმები ბერლინის დაცემა, რომელიც არის ქართველი რეჟისორის მიხეილ ჭიაურელის. ხო, ძალიან საინტერესო кейსი, ნუ ჭიაურელი იყო სტალინის საყვარელი რეჟისორი. და მისი, ასე თქვათ, ყურადღება მიიპყრო ფილმით, რომელსაც ქვია უკანასკნელი მასკარადი, ეს არის ძალიან ნიჭიერი პაროდია საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე. ხო. პროპაგანდასაც ხო ნიჭი უნდა და ძალიან დასცინის საქართველოს პირველ რესპუბლიკას. მერე სტალინმა სანდო გიორგი სააკაძე და სააკაძეში არის ერთი გენიალური მომენტი, რომელსაც სულ აჩვენებ ხოლმე ჩემს სტუდენტებს პირველ ლექციაზე. ეს არის ერთ-ერთი ყინულმჭრელი ლექციაზე, რომ მივხვდით, რომ ამდენად საინტერესო იქნება ეს კურსი. როცა იწყება მარტყოფის ბრძოლა, სააკაძე უბრძანებს თავისიანებს, რომ რუსულად დაუკრან. და იყვირონ რუსი მოდის, რომ შეაშინონ სპარსელები, რომ საქართველოს კი არა, მთელი რუსეთი ჯარია იქ ჩასული. და მიდიან ქართველები ყვირიან რუსი მოდის და სპარსელები ყვირიან ალაჰ. ხო და გენიალური მომენტია. იქ უსვამს ხას, რომ აი უკვე ქართველებს ეხმარება რუსეთი არ არის, რუსები იქ არ ომობენ, მაგრამ მათი ხსენებაც კი ეხმარება ქართველებს, რომ დაამარცხონ სპარსელები. ნუ ბრწყინვალე პროპაგანდაა, ხო რა სიტყვი. სააცილოა თან ყველაფერთან ერთად და ამიტომაც ესე თქვა სტუდენტები, ბავშვები ძახი ხო, ბავშვები ინტერესდებიან როგორც წესი მე უფრო მეტად. კი, და ბერლინის დაცემა ასევე პროპაგანდისტული ფილმი არის. ნუ ეს საერთოდ outrageous როგორ ქართულად აღვირახსენ პროპაგანდაა, იმიტომ რომ სტალინი ჩაფრინდება თვითმფრინავით, თუმცა ბერლინი ეცება ზუსტად იმ დღეებში, იმ მომენტში ზუსტად უფრო სწორედ და მთელი მსოფლიო გამოეფინება მასთან, ის შესახვედრად ზოგს უჭირავს ამერიკის დროშა, ზოგს რა ვიცი, ესპანეთის დროშა და ასე შემდეგ, ყვირიან viva Stalin, long live Stalin, საოცრება არის. და ეს ყველაფერი მიდის ამაღელებელი მუსიკის ფონზე, რომელიც როგორც წესი ახასიათებდა ხოლმე მაშინდელ სტალინისტურ ფილმებს, რაღაცა გულის სამაჩუხებელი მუსიკა ფონზე რო ადებს ხოლმე. და სლავა სტალინ რაღაც ეგეთი სიმღერა არის და სტალინს ასახიერებს გენიალური ქართველი მსახიობი გელოვანი, რომელიც ძალიან კარგად ჩაჯდა ამ როლში და სტალინო გარდაიცვალა და რომ მოხდა მე ხრუშჩოვის მიერ სტალინის დაგმობა, მალე გარდაიცვალა გელოვანიც, იმიტომ რომ თავის ადგილი ვეღარ იპოვა საერთოდ. კინოში კი არა დედამიწის ზურგზე ვეღარ იპოვა. აი რახან ახსენე ხრუშოვი მის პერიოდში უკვე გადაღებული ბალადა ჯარისკაცზე, ხო? რომელიც უფრო რეალისტური ესახვა არის მეორე სოფლიო. ეს ძალიან საინტერესოა, უცებ ხდება. ხო, აი უცებ ხდება დესტალინიზაციას ახლავს
ხელოვნების განთავისუფლება. ცხადია, ეხლა ცენზურა ბოლომდე არ იხსნება, მაგრამ შედარებარი არის მასთან, რაც იყო სტალინის დროს იმ ცენზურასთან და უცებ ხდება აფეთქება, ესე თქვა, დაგროვილი პოტენციალის რეჟისურაში, პოეზიაში, ყველგან, მთელ საბჭოთა კავშირის მთელი მასშტაბით, ყველა სფეროში, ყველა დარგში. და ეს ფილმი ბალადა ჯარისკაცზე თავიდან აკრძალული იყო, არ უშვებდნენ ეკრანზე. სანამ არ ნახა ხრუშჩოვის სიძემ. მერე ხრუშჩოვს ანახათ. ხრუშჩოვმა თქვა, გიჯები ხო არ ხარ, რა არის ამაში ასაკრძალიო. ხო და ანუ ხდებოდა ისე რომ ხანდახან ეს დებილური ბიუროკრატია და ცენზურა იყო უფრო მკაცრი ვიდრე თვითონ ხრუშჩოვი ან ბრეჟნევი. ასევე ბრეჟნევის დროს სხვა შორის არ უშვებდნენ ცნობილ კომედიას კავკასკაია პლენიცა. ხო, ძალიან უწნარი კომედია იდეაში არ უშვებდნენ. მერე ბრეჟნევმა ითხოვა თუნდაც რაღაც კომედია ახალი წელი მოდიოდა, რამე ახალი კომედია ხო არ არისო და აჩვენეს ეს კავკასკაია პლენიცა მოვდა სისილი და როდის უშვებთ ამას ტელეეკრანებზეო და ეხლა რა თქმა უნდა ვერ გაუბოდეს ეთქოთ რომ აკრძალულიაო. ეს ფილმი იყო აკრძალული და რომ გაუშვეს მერე მოიგო ყველა პრიზი მე მგონი ოსკარის გარდა. ამ ბალადა ჯარისკაცზე, იმიტომ რომ ძალიან მარტივი, მაგრამ გენიალური სიუჟეტია, რომ პატარა ბიჭი 17 წლის, იმიტომ რომ ჯარში მაშინ ბიჭებს იწვევდნენ სკოლის მერხიდან. ამაზე ერთ სხვა შორის ცნობილი ქართული ფილმი, ხიმილის ბიჭები, ხო? სკოლას ამთავრებენ თუ არა, იმ დღესვე მიყავთ ჯარში ფაქტიურად. ივნისში ამთავრებენ სკოლას, ივნისში იწყება ომი და მთელი კლასის ბიჭები აღმოჩნდებიან უცებ ფრონტის ხაზზე, ყველა კვდება ერთის გარდა. ხო და აქაც ერთ საწყალი ბიჭი, რუსი ალიოშა ქვია, მოხდება ფრონტის ხაზზე, შემთხვევით ორ ტანკს ააფეთქებს. და ეუბნება ბატალიონის მეთაური რომ რა გინდა შვილო მთხოვეო. ხო და ეს ეუბნება დედასთან გამიშვით, იმიტომ რომ დედამ წერს წერილში რომ ჭერიდან წყალი სახურავიდან წყალი ჩამოდისო, ჩავალ სახურავს გავაკეთებ ჩამოვალო. ხო და აღწერილია რომ ჩადის გზაში რები გადახდება თავს, რომ ჩადის სულ 10 წუთით ნახულობს დედას, უკან ბრუნდება მერე და ამით თავდება ფილმი. და ანუ აქ ამ ფილმში ან ხრუშჩოვის ფილმებში უკვე რომელიც გადაღებულია მეორე მსოფლიო ომზე, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი დიდხანს რჩებოდა თემად გასაგებია ამ ხელთკივილი იყო 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა საბჭოთა კავშირის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მხრიდან საკმაოდ ბევრი, ხო? ადამიანის ბედი არის წამოწეული წინ და სტალინის დროს გადაღებულ ფილმებში მეორე მსოფლიო ომზე რაც არის სტალინი ჩანს ყოველთვის პირველ პლანზე როგორც გენიალური ბელადი, რომ მის გარეშე არაფერი არ იქნებოდა და აქ ადამიანია ხრუშჩოვთან უკვე ადამიანი და სტალინი საერთოდ არ ჩანს. მით უმეტეს მის პერიოდში სტალინი დაგმობილია სტალინი კი ბატონო კი შესაბამისად კი ასევე ნუ ხა რახან ვახსენეთ ჭიაურელის ფილმები და ხა ბალადა ჯარისკაცზე უნდა ვთქვათ ჯარისკაცის მამაც ალბათ რა უნდა ვახსენოთ იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფილმი არის ალბათ მეორე მსოფლიო ომის და პრიზი აიღო მე მგონი ვენეციის პრიზი აიღო არა სერგო ზაქარიაძე მაგ ფილმში როგორც მახსოვს აქაც სწორედ ეს ხრუშჩოვისული ფილმი ანუ სიუჟეტი რა არის მამიდის რო შვილი იპოვოს საუნდტროპოში შვილი აღარ დახვდება მერე წავა ფრონტზე რო შვილი იპოვოს და ჩააკვდება ხელში მე როცა ნახულობს უკვე ბერლინს აღების დროს აქაც ისევ და ისევ არ ჩანს ანაირი ბელადი სტალინი არ ჩანს მამა შვილის თემაა ხო მამის მიერ შვილის ზებნის თემაა და ძალიან მტკივნეული ფილმია რა თქმა უნდა თავისი ერთი გენიალური მომენტით როცა ამის მახარაშვილისა ჩვენი მთავარი პერსონაჟი კახელი გლეხი რომელიც კახელი გლეხია ხო თავარი პერსონაჟი სერგო ზაქარიაძე რო ასახიერებს თუცა ზაქარიაძე კახელი არ იყო ძინავს ამ დროს მოვლენ მუსიკოსები კი რო გაგართოთო და რა დაუკრათო რამე ქართულიო და კი მაგ ქართულს ძინავს არაუშავს სიზმარში გაიგონებსო და ქართულს დააკვრევინებენ ამას ძინავს ვერ იღვიძებს ისე არის გათიშული საწყალი ეს სერგო ზაქარიაძის პერსონაჟი და მეორე გენიალური მომენტი როცა რუსი ტანკით გადაუვლის ვაზს ვენახს გადაუვლის გერმანიაში ზღვაშორის მაშინ აღმოჩენა იყო ჩემთვის პატარა ვიყავი რომ გერმანიაში ვენახია ამას გერმანიასაც ჩვენი არ გვინავთ ხო რიზლინგი იგივე ხო და ეს ამ იმას ტანკის რო გაულაწუნებს და აგდებს ზაბლო რასაკეთებ ვენახს გადაუარიო ეს მომენტი ზღვაშორის ძალიან სადავო იყო და კინო ამოიღო ცენზურამ როგორც გაირგვა მაგრამ მე ვთქვეს რომ რას ლაპარაკობთ ახლა აქ რეალურად ის კი არ არის რომ ჯარისკაცი არ ემორჩილება ზემდგომს იმიტომ რომ ეს ოფიცერს ურთხავს აქ რეალურად მამა ზრდის შვილსო რა მას ასაკეთ უფრო პატარა ზრდისო და ამიტომაც უფლება აქვს შემოულაწუნოსო ასევე ჩვენ ალბათ არ უნდა გამოგჩეს შორეული აღმოსავლეთიც იგივე პერიოდში ხო თუნდაც ძალიან ცნობილი ფილმი იმპერატორი და მკვლელი რომელიც შემითებული გახსოვს ჩინეთის პოლიტიკის ისტორიულ საფუძვლებს წარმოადგენს ეს არის კეკიჩენის ფილმი 98 ერთადერთი რამდენიც მე ვიცი მე მგონი არ ვწდები ერთ-ერთი სერიოზული ისტორიული წყარო რაც არსებობს ჩინეთის იმპერიაზე ეს არის სინაკვან ჩინელი ისტორიკოსი მის ჩანაწერები და ჩემბორჩე ინსო და თარნილი აქედან ვიცი ცხადია და მას აღწერილი აქვს პირველი იმპერატორის ვინც გაერთიანა ჩინეთის სინშიხუანდის ხო? კი, მასი ისტორია, მათ შორის მკვლელობის ცელობის ისტორია. მკვლელობის ცელობის ისტორიაზე არის აი ეს ფილმი. ეს არის ჩემი საყვარელი ჩინური ფილმი, ყველა სურჩი იმპერატორი და მკვლელი 90-იან წლების ბოლოს გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კინემატოგრაფიაში ხა მიდის ამ იმპერატორის განდიდება და გაიდეალება,
ამ ფილმში ნაჩვენებია რამდენად წინააღმდეგური პიროვნება იყო და რამდენად მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ჩინეთის გაერთიანების ბრძოლაში რეების გაკეთება მოუწია. მათ შორის თავისი ღვიძლის ძმების დახოცვა პატარა ბავშვების, რომელიც გაირკვევა დედამისმა ჩუმად გააჩინა სასახლის გარზე. სიყვარულისგან ბავშვები და მან დახოცა, რომ პრობლემა არ შექმნიდა მის ძალაუფლებას და მემკვიდრეობის. ხო, რა თქმა უნდა. და აი საშინო გაკეთება უწევს, თავიდან ამას ძალიან განიცდის და ამ ფილმს რეფრენად გაზდებს. ესე იწყება ფილმი, ესე მთავრდება, რომ ყავს გვერდით ყოველთვის ქურუმი, რომელიც შეატყობს, რომ ამ იმპერატორს შემოაწვევა ადამიანური სისუსტე და აღარ უნდა რომ ესე თქვა ძალაუფლებისთვის იბრძოლოს, აღარ უნდა რომ ჩინეთის გაერთიანებას იბრძოლოს, რომ მიაძახებს, რომ შენ ხო არ დაგავიწყდა შენი მისია, რომ გაერთიანო ყველაფერი მზის ქვეშ, რაც არის, ანუ ჩინეთი გაერთიანო. და მთელი ფილმი ეს გაზდებს ამ კაცს რამდენი შემოაწვევა ადამიანური სისუსტეები, ის უყვირის იქიდან და გავიწყდა შენი მისია, ქურუმი უყვირის იქიდან და თავიდან ეს ღიზიანდება ძალიან ქურუმი ძაძახილს და მე უკვე აღარ ჭიდება შეხსენება თავისთავად თვითონ ეუბნება ხო არ დაგავიწყდა შენ დიდი მისია ჩინეთი გაერთიანო. ჩინეთის გაერთიანებას ეხა რამდენი კაცი შეეწირა ღმერთმა უწყის ეხ მაშინ ვინ თვლიდა ხო? ძალიან ბევრი ალბათ მილიონობით. მაგრამ ნუ ხა ჩინური ისტორიოგრაფია მას ამართლებს იმით რომ სამაგიეროდ გაერთიანების შემდეგ სტაბილურობა მოვიდა, იმიტომ რომ აღარ იყო უკვე შიდა ომები და შიდა ომში ხალხი იხოცებოდა. თუმცა მე ჩინეთი კიდევ დაიშალა, კიდევ აღდგა და ასე შემდეგ. პირველი გაერთიანების მერე გაერთიანების ახლა შედგა ერთხელ გაერთიანება, მერე სულ ერთიანდებოდა ხოლმე და ეხლა პრინციპში ეხლა შეიძლება ბევრი მარიცის ჩინეთი ბოლო გაერთიანება შედგა 1950 წელს. რეალური გაერთიანება, როცა დამთავრდა სამოქალაქო ომი და კომუნისტური პარტიამ გაიმარჯვა. ანუ ჯერ საუკუნეს არ გასულა ბოლო გაერთიანების შემდეგ. ასევე ჩინეთიდან გაქვს გმირი, ხო? ეს იგივე თემაზეა. იმუჟანგის. აბსოლუტურად იგივე თემა, იმპერატორის მკვლელობის მცდელობა. ოღონდ ლამაზის ხაპარია. შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო, არ ვიცი. ანუ შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო, უფრო პროპაგანდისტული, უფრო გაიდეალებული იქ იმპერატორი და ითვლება რომ ეს კიდევ უფრო პოპულარული ფილმია, მაგრამ მე ის მირჩევნია, რა ვიცი, სმენელს ურჩევ ორივე ნახოს, არ წააგებს ნამდვილად. და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან ცნობილი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი უკანასკნელი იმპერატორი, ხო, 87 წელს გადავიდა. ეს ფილმი ჩემთვის საინტერესოა, იმიტომ რომ აქ ჩანს კულტურული რევოლუცია. კი, ეს უკანასკნელი ცინგის დინასტიის იმპერატორი არის, ხო, რომელიც მოესწრო წამოედგინა, რომ ავიდა ტახტზე იყო ჩვილი ბავშვი, მე მოხდა რევოლუცია დაამხეს, მე იაპონელებმა დასვეს მარიონეტ იმპერატორად მანჯურიაში და 60-იან წლებში მოესწრო იმ მარაზმს, რომელსაც ქვია კულტურული რევოლუცია, მაოს დროინდელი ოფიციალური მარაზმი, რომელიც ჩანს ძალიან კარგად სხვა შორის სერიალში Three Body Problem, Netflix-ის სერიალი, რომელიც არის ეკრანიზაცია. ძალიან კარგი. სამი სხეულის პრობლემა. კი, ძალიან კარგი წიგნის, ყველას ურჩევი ნახონეთ. Netflix-ზე პირველი სეზონი დევს. როგორც ითარგმნება ქართულად ეს წიგნი. შვენიერი, თუ მაგას გაკეთებენ რა ჯობია მაგას, ხო? ცხადია ჩინურად არ ზამიკითხავს, მიხვდება ინგლისურად მაგას ხოლმე და. ხო და აი იქაც ჩანს, იქ იწყება ეს სერიალი კულტურული რევოლუციის სცენით. როგორ ურტყამენ, გამოიყვნენ და ურტყამენ ფიზიკის პროფესორს, მისივე სტუდენტები, რომ შენ როგორ გაბედო რომ ბურჟუაზიულ თეორიას ასწავლი, ფარდობითობის თეორიას, იმიტომ რომ ფარდობითობის თეორია აინშტაინისა, აინშტაინი კაპიტალისტია და ამიტომ ცემით კლავენ. თავიანთ პროფესორს კლავენ ცემით, რომ შენ როგორ გაბედე და ბურჟუაზიულ თეორიებს გვასწავლი ფიზიკაში. ეს იყო კულტურული რევოლუცია და უკანასკნელ იმპერატორში ეს უბედურება აღწელიო, ბავშვი დაიბადა უმანკო ბავშვი იმპერატორად, მე რევოლუცია მოხდა და თავისი ჩვეულებრივ ცხოვრობდა, მე დაიწყო იაპონური ოკუპაცია და მოკიდეს იაპონელებმა დასვეს ეს კაცი იმპერატორად, არ შეეკითხეთ ისე და მე მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, რუსებმა დაატყვევეს ჩინელებს მისცეს, ჩინელებმა რა ვიცი, გამოკითხეს, დაკითხეს, გაასამართლეს და ბოლოში დაიწყება ეს მუშაობა მებაღეთ. და ეს საცუდავი მებაღე, რომელიც იმპერატორი უნდა ყოფილიყო, მოესწრო მე ამ საშინელებას, კულტურულ რევოლუციას ქუჩაში და შოქშია, რომ უყურებს რას აკეთებს მისი ხალხი, რომელიც იმპერატორიც თვითონ ყოფილიყო ინდიაში. რახან იაპონია ვახსენეთ, მაგრამ იაპონურებიც თქვათ, ხო? აქ მარტო მოხდა ცისინათების სასაფლაო, რომელიც ხა პირადად მე მანდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ამ თემაზე უკეთესი ვერ ვნახე. ეხა ამაში რას გულისხმობ? ეხა იაპონიამ საშინელება გამოიარა მეორე მსოფლიო ომის შედეგად. ეხა მე რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია გულისხმობ ატომურ ბომბებს, რომელიც მხოლოდ მათ მიიღეს ეს პრივილეგია ბრჭყალებში, ხო? მე როცა დაიწყო იაპონიის ოკუპაცია ამ ხალხისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თავი მიაჩნდა დედამიწის ცენტრად ლამის, რომელიც რა ვიცი, მთელ მსოფლიოს დაპყრობას აპირებდნენ და მერე ომის სასტიკად წააგეს და დაიწყო მათი ოკუპაცია, კინაღამ იმპერატორიც კი ჩამოახჭეს მათი ამერიკელებმა კიდე ეს არქნეს და ეს ძალიან დიდი შოკი გამოიარა ამ ქვეყანამ. და ამ შოკზე ლაპარაკი, ესე ვთქვათ, დღემდე ეუხერხულება და
ნელ-ნელა დაიწყეს შეაპარეს კინოს წყალობით შეაპარეს ესე თქვა რა, რომ აი ჩვენც ძიმე დღეები გამოვიარეთ და ერთ-ერთი მაგალითი ამისი, რომ ძიმე დღეები გამოვიარეს არის ეს მულტფილმი ანიმე უბრალოდ ციციანეს საფლავსად ბავშვები კვდებიან შიმშილით, რომელიც იაპონიაში იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. პირდაპირ ჩვეულებრივ გაგებით შიმშილი ხა. ჩემ თავს 90-იანები აქ გამოვლი შიმშილთან ახლოს იყო, მაგრამ ხალხი არ დახოცია შიმშილი როგორც ასეთი. იმათ ცხადია გასლებით ვარესი გაიარეს მსოფლიო ომის შემდეგ. საბჭოთა პერიოდში დასაწყისში უბრალოდ ან კოლექტივიზაციის 30-იან წლებში კი იყო. მაგრამ მე რაც მახსოვს იმას ყვები. ხო, რა თქმა უნდა, ხა მე მასთან შედარება. ხო, რა თქმა უნდა. უმეტესობას ხა თანამედროვეთ ვინც ხა საბჭოთა პერიოდს მოესწრო, მაინც ბრეჟნევის და შემდგომ პერიოდს წარიმოს. ხო, ბრეჟნევის ესე თქვა ნორმალური ცხოვრება საბჭოთა კავშირის კვალობაზე, თუნდაც ხრუშჩოვის ნორმალური ცხოვრება და ასე შემდეგ და მე უცებ 90-იან წლების შიმშილთან შიმშილი იყო რა იყო ხა თლად ბოლომდე არა, მაგრამ ნუ შოკი იყო ცხადია მაინც იმათვის ვინც კარგ ცხოვრებას მოესწრო ბრეჟნევის დროს. ისე ბირთვული ომის თემაზე არის გადაღებული ასევე რამდენიმე სხვა ფილმი, რომელიც შეტანილი გაქვს, მათ შორის დოქტორი სტრეინჯლავი, ხო? ეს გენიალური ისე კუბრიკი ხო. შავი იუმორის სასტიკი ფილმი არის. დაცინვა ყველას და ყველაფერზე, დაცინის საშილად ამერიკელ გენერლებს, დაცინის რუს დიპლომატს, დაცინის ნაცისტ მეცნიერს, რომელიც ემსახურება გერმანიაში ამერიკელებს და ყველაზე უფრო გენიალური სცენა, როცა მარჯვენა ხელი ზემოთ გაურბის დივსაჩერებს. ანუ უკვე დაახლოებით 20 წელია გასული მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ მარჯვენა ხელი მაინც ზემოთ გაურბის და ებრზვის, ვერაჩერებს ვერანაირად და ეს ძალიან კომიკური ჟესტია, რომელსაც რა ვიცი. ასე მარტივად გენიალურად გადმოსცა კუბრიკმა, ასე თქვა, ნაცისტების ეს სიგიჟე, ეს მარჯვენა ხელის ზევით აწევა, რომ ვერ მოიშალეს ვერაფრით რა, ფსიქიკიდან არ მაინც მარტივად არ მოიშალა. ხო, ახლა როგორ გინებდენი ხარ რაღაცა იმას ემსახურო რეჟიმს, რომელსაც ძალიან კაცრი ისა. რეჟიმთან რომელსაც მთელი ევროპა დაიპყრო, ხო? და სიამაყეს გინდა თუ არ გინდა შენში აღზრავს, რა თქმა უნდა. თან ძალიან ბევრი ვინც თავის დროზე ნაცისტურ გერმანიაში მსახურობდა, შემდგომში სხვა სახელმწიფოებშიც ნუ ძირითადად ან საბჭოთა კავშირს ან ამერიკას, აბა სხვაგან საათა. დიდ გამარჯვებულ სახელმწიფოებს გამოადგენენ მერე. როცა ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ, ძალიან დიდი დამსახურება იყო ამაში გერმანელი მეცნიერების და ნუ ბერიამ უამრავი გერმანელი ფიზიკოსი ჩაკეტა პრინციპში ატომური იერარქიის სოხუმშიც იყო ერთ-ერთი გასაიდუმლო დახურული რაღაცა სამეცნიერო ობიექტი, სადაც გერმანელები ყავდა ბერიას ამუშავებდა კარგად, ეფექტურად ცხადია. ხა ბერიაზე გარშლებოდა. ბოლომდე გამოწურა ყველა და შეექმნებინა ატომური ბომბი როგორც ცნობილია. ხო, რომელზეც როგორც ცნობილია, ასე ამერიკელებისგან ის იყო, რა თქმა უნდა. ამერიკელებისგანაც მოიპარეს ბოდიში, მაგრამ ისევ და ისევ აქ რო არ იმუშავოთ კარგად, იგივეს მათ შორის სოხუმში, რა თქმა უნდა, ესე მარტივად არ იქნებოდა ეს მიღწეული. ხო, უბრალოდ რახან ამერიკამ შექმნა პირველი, მე მისგან ჭირდებოდათ ეს, იმიტომ რომ აი წინა ეპიზოდში, შესაძლოა მეორე მსოფლიო ომზე თემო პაპასკირმაც მოყვა ეგრო, ანუ მიდიოდნენ რაღაცა გზით და რაღაც სწორიზა რა იყო მიხდნენ, როცა მოიპარეს. როცა ამერიკას, იმიტომ რომ გერმანელები არ წავიდნენ მანდა მაინც სწორი გზით როგორც გაირკვა. ამერიკელები სწორი გზით წავიდნენ. გერმანელებს ამაში ძალიან არ გამოუადგათ, ესე თქვა, ბილად რომ თქვა, ებრაელების დევნა. ებრაელები აბსოლუტურად სულელურად ხო მოიძულა ჰიტლერმა თავისი აკვეთების გამო და მე რეალურად გერმანიიდან გაქცეულმა ებრაელებმა შექმნეს ატომური ბომბი, შეიძლება ითქვას, ყველა არ ახლა. თვითონ გერმანიაც მუშაობდა, მაგრამ არ წავიდა მანდა მაინც სწორი გზით. ოპენჰაიმერი არ იყო ცხადია გერმანელი ხა, მაგრამ ძალიან ბევრი გერმანელი იყო წასული, გერმანელი ებრაელი იყო წასული, ვინც ამერიკელებს დაიხმარა. ხო, რა თქმა უნდა. და ამის შემდეგ ასევე სახსენებელებად სიდნი ლუმეტის ფილმი სრულიად უსაფრთხო, ხო? აი, თითქმის იგივე სიუჟეტია, რაც დოქტორ სტრეინჯლავში, ანუ ატომური კატასტროფა, ატომური ომი ორ ბირთვულ ზედსახელმწიფოს შორის, საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის, ოღონდ ეს დრამა სერიოზული ფილმია მძიმე. და რა ვიცი, დავუსპოილოთ, რა ხდება უთხრათ სვენელებს. ხო, შინ ის უთხრათ, ასე ვთქვათ, ძირითადი ის რა არის ამისი? ხო, აი, მოდი რაც ვთქვა, სტრეინჯლავში ხდება ეგეთი რაღაცა. ვიღაც ამერიკელ გენერალს რაღაც ტვინი გადაეკეტება. იმიტომ რომ აშკარად სექსუალური პრობლემები აქვს და გადაიტანს ყურადღება სხვა რაღაცაზე და ამიტომ გააწყვეტს რომ დაბომბოს საბჭოთა კავშირი და გაუშვებს მის ესე თქვათ მეტაურობის ქვეშ არსებულ რამდენიმე თვითმფრინავს რომ დაბომბოს საბჭოთა კავშირი და სლის მოუბრუნები მე უკან, მაგრამ ერთი მაინც გაძრება და დაბომბოს საბჭოთა კავშირს და fail safe-ში სიდნეი ლუმეტის ფილმში მიდის რამდენიმე თვითმფრინავი რომ დაბომბოს მოსკოვი, მაგრამ არა იმიტომ რომ ვიღაცა გენერალმა გააფრინა, არამედ იმიტომ რომ კომპიუტერში ხდება რაღაც ხარვეზი და არასწორი ბრძანება მიდის თვითმფრინავზე, თვითმფრინავი იღებს ბრძანებას რომ დაიბომბოს მოსკოვი, მიდის მე რომ ბრძანება შეასრულოს, მიდის ბოლომდე რამდენიმე ესე თქვა რუსები ჩამოაგდებენ ამერიკელების დახმარებით რომ მოსკოვი არ დაიბომბოს, ერთი მაინც გაძრება დაბომბას მოსკოვს.
ეხლა დაბომბავს მოსკოვს, ცხადია უკვე საფრთხე არსებობს, რომ რუსეთი უპასუხებს ამერიკას, დაბომბავს ისიც და როგორ გადაიზარდოს ეს ყველაფერი სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც ცხადია მთელი დედამიწა შეეწირება, ამერიკელები აკეთებენ შემდეგ რაღაცას, თვითონ ბომბავენ თავიანთ ხელით ნიუ-იორკს. და ესე დავდება ყველაფერი. ასევე ნახოთ ცივი ომის პერიოდის ფილმები, ხა მათ შორის ალბათ აღსანიშნავი არის აი განსაკუთრებით ბერლინის კედელი და ეს რკინის ფარდა და იმასაც ასახავს. მათ შორის არის ესეთი 1-2-3, ხო, თუნდაც. მან ჯერ კედელი არა აშენებული. ბილი უაილდერის ფილმი 60-ში. მან კედელი ჯერ არა აშენებული, ხო. მაგრამ რკინის ფარდა ჩამოშვებულია. ფარდა ჩამოშვებულია, გადადიან ამ ჩეკპოინტებზე, ამერიკული ზონა, საპროტა ზონა, ჩეკპოინტებზე გადადიან, გადმოდიან და თავი პერსონაჟი არის დასავლეთ ბერლინში კოკა-კოლას წარმოადგენელი. ეს არის თავი პერსონაჟი და მას ჩადის სტუმრად მთელი კოკა-კოლას პრეზიდენტის შვილი გოგო, რომელიც მერე გადადის აღმოსავლეთ ბერლინში და ისე თქვა გულაობს და შეუყვარდება კომუნისტი გერმანელი ბიჭი და აპირებს გაყვეს მას სოლად და მისგან ფეხმძიმედ არის. მისგან ფეხმძიმედ არის. და ნუ აბსოლუტურად ესე თქვა როგორ კომედია ძალიან სააცი როგორ თქვა აი სიტყვა მინდა მოიგონო, ძალიან მაგარი კომედია როგორ არის. ეს ფილმი გადაიღო ბილი უაილდერმა, რომელიც მეორე ფილმი იყო ძალიან პოპულარული საბჭოთა კავშირში, Some Like It Hot. თარგმნილი იყო როგორც ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ის ფილმი ძალიან პოპულარული იყო, ძალიან ხშირად ტრიალებდა, ასევე კიდე ტრიალებდა მისი რამდენიმე სხვა ფილმი აქ, მაგრამ არ თარგმნეს 1-2-3, იმიტომ რომ 1-2-3-ში გამასხარებულები არიან რუსებიც. ერთ-ერთი გენიალური სცენა ამერიკელები გარბიან მანქანით, უკან მისდევენ რუსები ფორდით, ბერლინში ხდება დევნა. ბოდიში რუსები მისდევენ მოსკვიჩით, ამერიკელები არიან მე მგონი ფორდით და გზაში მოსკვიჩი დაიშლება. ხო და ძალიან გამასხარებულები არიან რუსები და ამის გამოც ეს ფილმი არ იყო თარგმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟისორის სხვა ფილმის 3 ფილმი მინიმუმ თარგმნილი იყო, დუბლირებული იყო, ტრიალებ და ილუზიონში მათ შორის 3-ე იქ ვნახე მე ალბათ, ხო, სად ვნახავდი ალბათ, ხო? შერჩევითი მიდგომა იყო. კი. ასევე ამ თემას ეხება სხვების ცხოვრება, ხო? The Lives of Others. Florian Henkel. ეს ახალი ფილმი შედარებით უკვე 2007-ში თუ ხო, 6-ში გადაღებული, ხო? სულ გერმანია ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდია, ხო, რაღაცა. ეს საკმაოდ ძიმე ფილმია, ეს ნახე ეგ დამითანხმება ყველა. საკმაოდ ძიმე ფილმია, როგორ ცხოვრობენ აღმოსავლეთ გერმანიაში ცენზურის ქვეშ. სხვა შორის აღმოსავლეთ გერმანიაში ალბათ კიდევ უფრო ძიმე ცენზურა იყო, ვიდრე თვითონ საბჭოთა კავშირში და მით უმეტეს ალბათ საქართველოში. და შეიძლება აუცნაურია ეს გერმანელი ეფექტურობა. ხო, აი საბთვითონ ეს სისტემაც რო აიღეს, ისიც კი მიიყვანეს რაღაცა ძალიან ეს არის ხარისხი, ყველაფერში ხარისხი, ხო, ზუსტად, ხო და იქ ნაჩვენები რამ ძიმე ცხოვრება აქვს, წერალს, მსახიობს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხა ჩვენთან არიციან შეიძლება საიდან ეხსოვება ახალთაობას. მონანიების გადაღება მოახერხეს. მაგალითად სიტყვაზე. კიდე ძალიან საინტერესოა გადაიღეს დათა თუთაშხია. იქ არის თუ არ ვცდები მესამე თუ მეოთხე სერიაში, როცა დათა ჩამოდის თბილისში. საუბარი მიდის იმაზე, როგორ დაკარგა ქართულმა ხალხმა თავისი სახე და თავისი ზნეობა და მისია, როცა გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. და გადაგვარდა ამიტომაც ქართველი ერი. სპეციალურად ნახე ამ სერიის რუსული დუბლაჟი. და აი ეს დიალოგი შეცვლილია, ეს მონოლოგი შეცვლილია მთლიანად ეს მომენტი. რომ ქართველი ერი გადაგვარდა რუსეთის იმპერიაში, კიდევ ლაპარაკობს, კი, მონოლოგი, ხო. იქ წაშალეს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ შენ აქ სიანდვილეში გასწრებით მეტი თავისუფლება ქონდა. იმპერიის ამ ნაწილში, საქართველოში, რატომღაც. ეს გამოსაკვლელია ხა როგორ მოხდა ისე რომ ჩვენთან მეტი თავისუფლება იყო გაცილებით ვიდრე ალბათ ნებისმიერ სხვა წერტილში. ნუ შეიძლება ბალტიისპირეთში იყო კიდევ. ცენტრი და პერიფერიის თემა. შეიძლება პერიფერიის ამბავიც იყო კი რა თქმა უნდა. და იმიტომაც რომ ქართველებს ცოტა როგორ ჩანს ანებირებდნენ რომ ეხ ცოტა გიჟები არიან და მოეფეროთ. ჩვენი გიჟები არიან. შეიძლება ესე დამოკიდებულება იყო. ხო, არ შეიძლება ალბათ არ ვახსენოთ 12 განრისხებული მამაკაცი, ხო, რომელიც 57 წლის ფილმია, სიდნი ლუმეტისა. ვინც გადაიღო fail-safe. ხო. და რა არის ამ ფილმის ძირითადი თემა რა? რატომ მოხდა? იმიტომ რომ აქ ჩანს კარგად ამეკული მარცხაჯულება კარგი გაგებით. ესე თქვათ რომ აი ეს ალბათ ყველაზე საუკეთესო სისტემა სასამართლოში არის ეს ჯური, ხო, მარცხაჯულების სისტემა, ნაფიცსაჯულების სისტემა უფრო სწორედ. ამაზე კარგი ალბათ ვერ მოიგონებ, რომ რენდომლი ესე თქვათ შერჩეული ადამიანები, ალბათზე შერჩეული ადამიანები წვედნენ საქმეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთხმად უნდა გამოიტანონ გააწყვეტილება განაჩენი. ერთს თუ მაინც ეპარება ეჭვი, ესე თქვათ, დანაშაულში იბლოკება მაშინ და ეს ძალიან კარგი ჩანს ძალიან კარგად. რომ ერთ ადამიანს ეპარება ეჭვი და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდება ერთი ადამიანის ეჭვი ელემენტარული. და ნუ ეხლა ძალიან მაღალ დონეზე გადაღებული და სულ მაგას ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, რომ ნიჭიერი რეჟისორი, როცა ფული არ აქვს, ბევრი მაშინაც მოახერხებს კაი ფილმის გადაღებას, ჩაკეტა აი ერთ ოთახში ხდება, ხო? არ ჭირდება სპეციფექტი, არ ჭირდება რა ვიცი, თვითონავი გემი, არაფერი.
ერთ ოთახშია მოქმედება 2 თუ 3 კამერა ალბათ სულ და მორჩა დამთავრდა. გენიალური ფილმია. ხოთაშორის აი მაგ მიდგომით ამოფხოლმა მეც რიდლი სკოტის დუელიანტები. დუელიანტები კარი ფილმია. ეგრე ისტორია მანდ ამას მე არ ვიყვარს მაგრამ. არა, საქმე იმაშია რომ ყველაზე ნაკლები ფული როცა ქონდა და ნაკლები შესაძლებლობები, მაშინ გადაიღო თავისი ყველაზე როცა ბევრი ფული გაუშლე იდიოტიზმი გადაიღო არა? ჯერ გუჩი და მე ნაპოლეონი. ხო, როცა არ ქონდა ფული, მაშინ უფრო მაგარ ფილმებს იღებდა. როცა ეგრე ხდება ხოლმე ესე. და ასევე აი ამერიკის სასამართლო სისტემის თემაზე ალბათ მოგახსოვთ მოიმკი ქარიშხალს. ეს სასწაული ამბავი ხა შეიძლება ვერ დაიჯეროს. ნაღდამბავზეა 100 წლის წინ იყო ზუსტად ტენესის შტატის რომელი ქალაქში monkey trial მაიმუნის პროცესი გაასამართლეს სკოლის მასწავლებელი რომელმაც ევოლუცია ასწავლა სკოლაში. ეს ეწინააღმდეგებოდა შტატის კანონმდებლობას, სადაც ეწერა რომ ყველაფერი უნდა იყოს ბიბლიის მიხედვით. რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას დაუშვებელია. მასწავლებელი გაასამართლეს. აქაც თამაშობს ამ სტენლი კრამერის საყვარელი მსახიობი სპენსერ ტრეისი თამაშობს ცნობილ ადვოკატს კლარენს დეროუს, სახელიც ხადია შეცვლილია და ეს პროცესი იყო ძალიან გახმაურებული. მით უმეტეს რომ მეორე მხარეს ბრალდების მხარეს წარმოადგენდა უილიამ ბრაიანი, რომელიც მანამდე იყო უდრო ვილსონის დროს საგარეო მინისტრი და ორჯერ იყარა კენჭი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად და ბრალდების მხარეს ეხმარებოდა ძალიან აქტიურად. ანუ ძალიან სერიოზული ამერიკული პოლიტიკოსი სახელმწიფო მოღვაწე, ძალიან პოპულარული, ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელიც იდგა იან სიბნელის მხარეს. თავის მიზეზი ქონდა ამისთვის. მას მიაჩნდა რომ ხალხს რელიგია არ უნდა წავართვათ, ხალხს უნდა ქონდეს რელიგიაში რწმენა, რომ ხალხი იყოს ბედნიერი. რომ ხალხმა ისე თქვათ იმუშაოს, იცხოვროს და ასე შემდეგ. და თავისი ისა აქვს, მიდგომა აქვს ამაზე. და ამ ფილმის ბოლოა გენიალური. ფინალური მომენტია, როცა ადვოკატი, რომელიც იცავს ამ მასწავლებელს, ხელში აიღებს დარვინის წიგნს, უჭირავს და მე აიღებს ბიბლიასაც და ორივე ერთად უჭირავს. ორივე საჭიროა. დარვინის და ბიბლიას, იმიტომ რომ ერთ წიგნში არ არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება ბევრ წიგნში შეიძლება ერთად რაღაცა დონეზე დაალაგო და ერთ წიგნში ყველაფერს პასუხს ვერ იპოვი, ვერ ბიბლიაში ვერ იპოვი, ვერ დარვინში ვერ იპოვი, ვერც ნიცშეში და ასე შემდეგ. ჩემ სტუდენტებს როცა ამ ფილმს ვანახებ, სულ მეუბნები ხოლმე იმას, რომ არის ცდუნება ადამიანებში, რომ ერთ ფილმში, ერთ წიგნში, ერთ ავტორთან იპოვონ პასუხი ყველა შეკითხვაზე. ერთი თეორია იპოვონ, რომელიც ყველაფერს პასუხს იძლევა, ხო, რა ვიცი, ნიცშესი, ფროიდის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სისულელე არ გამარტივება ძალიან ზემოდან ყველაფერს. კი, თავისთავად. ალბათ აქ არ შეიძლება გამოტოვოთ ყველაზე ადრეული ფილმი პრინციპში, რომელიც გაქვს შეტანილი. მეტროპოლისი. ეს მეტროპოლისი, ფრიც ლანგის ფილმი 1927 წელისა უხმო. უხმო რა, ნუ შავ-თეთრი და მაგ პერიოდში ხმო იყო ყველა ფილმი. უხმო, კი, უხმო კინოს ეპოქა. კინოს ეპოქა, მაგრამ ვიზუალურად არის ძალიან თავისი დროისთვის ალბათ არ ვიცი რა გაასტრო თავის დროს ალბათ ამ ფილმმა, ხო? სასწაულია ამ ფილმიდან ნაწყვეტები, კადრები გამოყენებულია Queen-ს თავის ცნობილ კლიპში Radio Gaga. და ვინც ნახავს Radio Gaga-ს იქნებ დაინტერესებს მე ამ ფილმით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სიუჟეტია, როგორ ქმნიან რობოტს. რობოტი ქმნიან, აქ იქნება რობოტი რომელსაც ადამიანის კოპიო და ეს რობოტი როგორ ახდენს მე რევოლუციას. ვიღაც ქალის კოპიო ეს რობოტი, ქალი არის ძალიან მშვიდობიანი, რომელიც ქადაგებს მშვიდობას დიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ ერთი ბოროტი მეცნიერი შექმნის მე რობოტს და ეს რობოტი გამოდის და ღარიბებს ააჯანყებს დიდრების წინააღმდეგ. მოქმედება ხდება ქალაქში, სადაც დიდრები ცხოვრობენ ძალიან კარგად და ღარიბები ცხოვრობენ მიწისქვეშ, სადაც საცოდავ სახლებში ცხოვრობენ. ძალიან ძლიერ პირობებში მუშაობენ. ველური კაპიტალიზმის ეს ძალიან ანტიკაპიტალისტური ფილმია, კი. და დაემთხვა ეპოქას, როცა გერმანიაში იყო გაჭირვება და არეულობები და ესე თქვათ კაპიცოები და რამის რევოლუციები 20-იან წლებში პირველი მსოფლიო ომის შემდეგში. ისე სხვადასხვა მაგ პერიოდში გერმანელებმა რა მაგარი ფილმები გადაიღეს. აი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ აი 20-იან წლებში რა, უცნაური არის. იძახსენდება ჩვენ ახლა ეს. მე ნოსფერატუს მოხსენდება მაგალითად, რომელიც ასევე წინ უსწრებს თავის დროს და რა უცნაური არის, რომ აი მაგ პერიოდში ზუსტად როდესაც ყველაზე მდგომარეობაში იმყოფებოდა ომის მერე გერმანია, ეგეთი ნიჭიერი. იგივე სხვა შორის შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის მერე იაპონია. იაპონიას. ხო, მეორე მსოფლიო ომის მერე იწყებს. კუროსავა მერე იწყებს მაგარ ფილმის გადაღებას უკვე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზუსტად ესეა. იცი რა შეიძლება ესეთი რაღაცა ტრაგედია, რაღაც ესეც რო გადაიტანს, ერი იმის ფსიქოლოგიაზე ახდენს. შეიძლება გადააქვს ყურადღება ისეთ ხელოვნებაზე შეიძლება მერე. ხო, ხო, საინტერესო თემაა ძალიან. ეგ როგორც იმასავით არის, ხო, შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემია რო გადაიტანა ევროპამ, მერე დაიწყო რენესანსი. კი, ხო, ეგ არის, ხო. თუმცა მერე ხვდებიან, რომ უნდა მიხედონ ისეთ რაღაცეებს, რაც ადამიანს ბედნიერება მოაქვს. ხო, შესაძლებელია. თუმცა იქ სხვა ხსნაც აქვს იმას, რომ იმდენად ბევრი ადამიანი დაიხოცა, რომ რესურსების გადანაწილება უფრო ცოტაზე მოხდა და გამდიდნენ მერე. საჭმელი დარჩა ყველდებს. ხო, შუა საუკუნეებში ხო უფრო დეფიციტური იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ხარ ინდუსტრიული მაგრამ გერმანიას მაგას ვერ უთხრი პირველ მსოფლიო ომში შემშილი იყო გერმანიაში პირველ მსოფლიო ომში.
კი, ასევე უნდა უფრო გვიანდელ პერიოდზე რომ გადმოვიდეთ, უნდა ვახსენოთ ალბათ იუგოსლავიის ომის საშინელებებზე გადაღებული ხო პრედრაგ ანტონევიჩის მაცხოვარი. 98 წელს გადაღებული. ხო, აი იუგოსლავიის ომის მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, შეინცი სკეპტიკურად უყურებ ხოლმე მეინსტრიმულ ისე თქვა ისტორიულ ნარატივებს. ყველაფერი უბრალდება სერბებს. ხო. ამ ფილმში ნაჩვენებია ყველა როგორ საშინელად იქცევა სერბებიც, ბოსნიელებიც და ხორვატებიც. კი. საშინელებაა ეს ფილმი, ძალიან მძიმედ საყურებელია, მე მითი მომწონს რომ არავის არ ინდობს რეჟისორი. ეგრე არ არის, ხა ერთი კეთილია და ბევრი ბოროტი, ესე მარტივად არ ხდება ხოლმე რა. მithube სამოქალაქო ომში რომელსაც ამპლიოს ახლავს სამოქალაქო ომი ხო უბედურებაა ჩვენ თავზე გამოვლილი გვაქვს ჩვენ ქართველებს ამას კიდე ახლავს რელიგიური ომები იმიტომ რომ მუსლიმი ბოსნიელები ხორვატი კათოლიკე და სერბი მართლმადიდებელი ერთმანეთს მაგიტომაც კიდე უფრო არ ინდობდნენ რომ ეს რელიგიის სახელით ხდებოდა ომები რომ ჩემი ღმერთი შენსაც ჯობია უმძიმესი ფილმია ხო და ეს იყო პრინციპში ახლა შენ ახლა სწორად შენიშნე რომ მე-20 საუკუნის ისტორია პრინციპში ამ სილაბუსში რა ეგ არის ხო ეს ისტორიას გადმოსცემს მიყვები ხო იცი ახლა ჩემი მიდგომა ისტორიულია მიყვები და ბოლოს რაც იყო ერთ-ერთი ბოლო ფილმი ეს არის სუ ბოლო ფილმად რაც შევარჩიე Don't Look Up ახალი ფილმი შედარებით ხო ახლა ხან გადაიღო Netflix-მა ხო ეს გენიალური ფილმია დედამიწას ეჯახება კომეტა და დედამიწა იმდენ დეგრადირებულია მათ შორის ამერიკა იმდენ დეგრადირებულია რომ ნადგურდება დედამიწა და საინტერესო რითია იცი I feel safe რომ ახსენეთ ეს ფილმი სადაც ეს ბირთვული კატასტროფა და სულ განადგურებას აიცილებენ იმის ხარჯზე რომ მოსკოვი რო იბომბება უაზრობის გამო მე თვითონ ამერიკელები ბომბავენ ნიუ-იორკს რომ არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი სულ კატასტროფაში მთელი დედამიწა არ გადაიბუგოს იქ ამერიკის პრეზიდენტს თამაშობს ჰენრი ფონდა ცნობილი მსახიობი მე მოგვიანებით 70-იან წლებში გადაიღეს ფილმი რომელსაც ქვია მეტეორი და მეტეორი ეჯახება დედამიწას და 70-იან წლებია და იქაც ჰენრი ფონდა თამაშობს ამერიკის პრეზიდენტს იქაც გამოძებნის საერთო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან და ერთად ამერიკის საბჭოთა კავშირი კომეტას ამ მეტეორს გაანადგურებენ რა ერთად ესვრიან რაკეტებს და გაანადგურებენ მე 90-იან წლებში როცა ამერიკა ხდება ერთადერთი ზესახელმწიფო იმიტომ რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი გადაიღეს ფილმი არმაგედონი სადაც ისევ დედამიწას ეჯახება კომეტა თუ მეტეორი გაუშვებენ მისიას რომელსაც ბრიუს უილისი ხელმძღვანელობს და ეს მისია მთლიანად ამერიკული მისია იმ კომეტას თუ მეტეორს გაანადგურებს დედამიწას გადაარჩენს ამ ფილმში რა ანაჩვენები რომ ისევ ამერიკას შეუულია მხოლოდ გადაარჩინოს სოფლიო, იმიტომ რომ მას გააჩნია ტექნოლოგიები, რუსებს აღარ შეულიათ, რუსებს რაღაც გაისვრიან, მაგრამ ჰაერში ჩამოვარდება ის რაღაც გასრულ რუსების არ ვარ გააფრა, ჩინელებიც ვერაფერს ვერ ახერხებენ, მარტო ამერიკას შეუულია გადაარჩინოს სოფლიო ეს მეტეორისგან, მაგრამ ამერიკა დეგრადირებულია პოპულიზმისგან, დემაგოგიისგან, ყავს პრეზიდენტი ვიღაცა, რომელიც ანსახიერებს მერილ სტრიპი ამ პრეზიდენტს ზოგი ჰილარი კლინტონს ამგავსებს ზოგი ტრამპს ზოგი ვის მან ფაქტია რომ ამერიკა არის პოლიტიკურ მარაზმში შეუულია ჩამოავდოს ეს კომეტა მაგრამ ვერ აგდებს მარაზმის გამო ხო და ეს ფილმი აგვირგვინებს პრინციპში ამ ნარატივის 21 საუკუნის ფილმია უკვე ისე საერთოდ აი თუ დავაკვირდებით ამერიკელებს გადაღებულ ფილმებს სადაც აი კოსმოს სისტემა ტრიალებს ხო ანუ სხვა პლანეტელებს და შემდეგ ყოველთვის აი ისე ხომ ამერიკა არსებობს თქოს როგორც წესი ნიუ-იორკს მოიზენებს ხოლმე სხვა პლანეტელების თუ არის ნიუ-იორკს უნდა დაეჯახოს კი ეს დამოუკიდებლობის დღეებისაც აქვს ნახე განსაკუთრებით ის ზედ რო გაჩერდება ეს ნიუ-იორკის თავზე ყოველთვის იქ მოდის ხოლმე რა და ისედაც აი 50-იან 60-იან წლებში რაღაცა ისტერია რო იყო ერთი პერიოდი რომ თითქოს სხვა პლანეტელები უნდა გამოჩნდნენ და რაღაცა სექტაც არსებობდა როგორც მახსოვს რომ ელოდებოდა ხო ამის სხვა შორის ამ სრიბადი პრობლემშიც სამის ხოვრის პრობლემაშიც აქ სექტა ჩდება დედამიწაზე ვინც ელოდებოდა სხვა პლანეტელებს და ებრძვის აქ იმათ ვინც სხვა პლანეტელებს უნდა დახვდეს რომ გამოიგერიოს ესენი ხელს უშლიან იმათ ხო ასე რომ აი ეგ არც არ გასაკვირი ხა ჯერ თვითონ ამერიკელები იღებენ ასეთი ტიპის ფილმებს და მეორეც კიდე იმ მომენტში როდესაც ეს ამ ფილმების უმეტესობა არის გადაღებული ჯერ იყო და ამერიკა საბჭოთა კავშირს ებრძოდა ამ space race-ი ჰქონდათ ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა ამერიკა თავის წამოჩენას ცდილობდა ამაში პირველ რიგში რომ ეჯობნა საბჭოთა კავშირისთვის და მე კიდე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ერთადერთი ვინც დარჩა პასუხისმგებელი ასე ვთქვათ ამიტომ გადაარჩინოს სოფლიო უნდა გადაარჩინოს სოფლიო და ასევე აქ აღნიშნული გაქვს არ გამოგჭეს ეს ფილმი აი ისე კუბრიკისა იმიტომ რომ Full Metal Jacket-ი ბატონო ვიეტნამის ომზე 57 წელს გადაღებული ფილმი რკინის საფარი ეგ ეწოდება Full Metal Jacket რომელიც ბევრს უყვარს სხვადასხვა ეს ფილმი ძალიან და რომელიც ეხება ამჯერად ვიეტნამის ომს სხვა შორის სტუდენტები მეუბნებიან რომ იქ აპოკალიფსიც დაუმატო ვიეტნამის თემაზე მაგრამ აპოკალიფსი მე მგონი ეს ჯობია
მე კუბრიკი უფრო მიყვარს ვიდრე აპოკალიფსის გენიალური რეჟისორი ყავს ვიცით კოპოლა ხო, მაგრამ კუბრიკი მაინც ალბათ მირჩევნია ჯამში და თან უფრო მოკლე ფილმია და უფრო კარგად არის ნაჩვენები, არ მხოლოდ ვიეტნამის ომია ნაჩვენები, არამედ ჯარია ნაჩვენები როგორც ასეთი. ჯარის სისტემა ნაჩვენებით, ამიტომაც საინტერესო ჩემთვის. ხო, ამერიკული სამხედრო სისტემის ესა ასე. თორე ხა თუ გინდა პრინციპი აპოკალიფსის რო ნახავ, უფრო მეტად გაიაზრებ იმას თუ რა მარაზმი იყო ვიეტნამში ამერიკის ომი, საერთოდ რა უაზრობა იყო, რატყულად ხოცავდნენ ვიეტნამელებს და თვითონაც იხოცებოდნენ აბსოლუტურად ტყუილად, იქ უფრო ჩანს. მაგრამ აქ უფრო ეს უფრო მასშტაბური ფილმია, იმ გაგებით რომ მარტო ვიეტნამი არ ჩანს, ამ კუბრიკის ეს ფილმი რა. ხო, ანუ უფრო ფართო ისა. ასევე კიდევ ერთი ქართული ფილმი გაქვს ბოლოს მითითებული, ეს არის თემურ ბაბლუანის ფილმი ბეღურების გადაფრენა. რომელშიც აღნიშნული ეს არის ქართული კინო საბჭოთა პერიოდში რაღაცნაირად ის არის ასახავსო ამ ეს ფილმი გადაიღეს პერესტროიკამდე, ბრეჟნევის დროს თუ ანდროპოვის დროს, ხო, 80-ია, ხო, ბრეჟნევია. და კაი ხანს ეკრანზე ვერ გამოვიდა, დაბლოკილი იყო. ძალიან კრიტიკული ფილმია მაშინდელი სისტემის. აქ ნაჩვენები არის როგორც ცხოვრობს ესე თქვათ ქართული მუშათა კლასი, ღარიბები როგორ ცხოვრობენ, როგორ მოგზაურობენ მატარებლით და რა საცოდაობა ხდება მატარებელში რეებზე ლაპარაკობენ. და კარგი მსახიობი ძალიან იმპერატორის მამა, ბურდულის მამა, ის თამაშობს. ჩვენ ყავდა მეფე ჩარკვიანი და იმპერატორი ბურდული, ხო და იმპერატორის მამა ის თამაშობს. და მე ვთვლი რომ ასეთი კარგი ფილმები ბაბლუანს თვითონ აღარ გადაუღია. მე გადაიღო ეს უზინარ თამზე, რომელიც საშიდად გუჯაბურდული თამაშობს. კი, რომელიც საშიდად არ მომწონს უზინარ თამზე, მაგრამ საერთოდ არ მომწონს. ძმას კიდე, ძმა ნორმალური ფილმია და ეს ფილმი არის აბსოლუტური შედევრი, ბეღურების გადაფრენა, რომელიც როგორც წესი ნანახი არ აქვს ხოლმე და ამიტომაც მაგ ჩართული იმაში ასილაბუსში, იმიტომ რომ ხა კარგი ფილმები როგორც არის ელდარ შენგელაიასავი, ცისფერნთები და როგორც წესი ნანახი აქვს, აჩვენებენ ხშირად. კი, ხშირად აჩვენებენ ესე. შენგელაიას ფილმები ყველაზე ხშირად არის ალბათ. ხო და კარგია რაზეა საუბარი, ხო და თუ გაუშვებენ ამასაც, თუ გაუშვებენ ოთარიოსანის ფილმებსაც, რომელიც ასევე არის ცენსხოთა შორის. ქართული კინო ხო ეს სოფლიო დონე იყო თავის დროზე და იმედი მაქვს, რომ ოდესღაც კიდე დავბრუნდებით ამ დონეს ისევ. თუ არ შევწყვეტ 90-იანებზე გადაღებას მუდმივად იგივე თემებზე ვერ გამოვიდეთ იქიდან ხო, იმიტომ რომ ყოველთვის რომ ველოდები ხომ რაღაც ახალი ქართული ფილმის ნახავს, ნახავ რომ ისე 90-იანებზე გადაღებული ვიღაც ცხოვრებაზე 90-იანები 2000-იანები ყველაზე კარგი იყო მშვენიერი რა თქმა უნდა ეს ცხელი ძაღლი შედევრი რომელსაც მადლობა იმ რეჟისორს რომელიც გარდაიცვალა როგორც ცნობილია ეს არის ეპოქის სახე და აი იქ ჩანს კარგად რა ძალა აქვს ფილმს მაშინ როცა სამწუხაროდ საქართველოში ახლა ახალმა თაობამ არ იცის კარგად რა ხდებოდა უახლეს ისტორიაში 90-იანებში 2000-იანებში ცხელ ძაღლს რო ნახავს გაიგებს რა ხდებოდა კინოს ძალა მათ შორის ამაშიც არის კი არა მაგას რო ნახავ 90-იანების წარმოდგენა გაგიჩნდება რა თუნდაც რა მდგომარეობაში იყო ამ პოლიცია სახელმწიფო რა ხდებოდა საერთოდ ქუჩაში რა სიტუაცია იყო უბრალო ადამიანის ცხოვრება რა იყო მაშინდელი რა ინტერესები ჰქონდათ რა საკეთებდნენ მათ შორის გეოპოლიტიკა ჩანს ხო კი კი ტერაქტს მოვაწყობს ტიპი მე რუსები გადააფრენენ თავიანთი ბაზიდან მოსკოვში აშკად იგორ გიორგაძეზეა ხო ნაღდი ისტორია იგორ გიორგაძე გააფრენეს აქედან ბაზიდან მოსკოვში უვნებად გაიყვანეს ძალიან ბევრი რაღაცა ჩანს მე როგორც ვიცი ზოგიერთი ამბავი რომელიც მანდ არის სიმენონის დეტექტივების მიხედვით გაკეთებული მე რაც ნანახი მაქვს მე დიდი ფანი და გიჟი არა ვარ სიმენონის მაგრამ თავარი როგორც ამომეს არის მეგრე მინისტრთან ნანახებად მეგრე მინისტრთან მანდ ბევრი მსგავსება ვერ ვნახე როგორც ჩვენ ძალიან თავიდან შეიძლება რაღაცა ისე ვთქვათ შტაგონება ხო ინსპირაცია მიიღეს ალბათ თავიდან თორე არაფერი თითქმის ეგრეობენ ზუსტად რომ არ დაიდარდო არის ფრანგული წიგნით მაგრამ მე არ დაიდარდოს ესეთა ფრანგული ეკრანიზაცია ნანახი მაქვს და ძალიან განსხვავებულია და ჩვენი ქართული დანელიასი გაცილებით უკეთესი არ დაიდარდო რომელიც რუსულად არის შემორჩენილი მხოლოდ გენიალური ფილმი დანელიას ისე თუმცა ახასიათებდა საერთოდ ხოლმე რაღაცა ანუ ზღვეში გადაღებული ზოგიერთ ფილმს გადამღერება ხოლმე არა ჯერ დანელიამ გადაიღო მე გადაიღეს ფრანგებმა სხვა შორის ანუ რა მოხდა გაბრიაძე ხოლმე ზოგადად ეგ კი რა თქმა უნდა არ დაიდაროს შემთხვევაში გაბრიაძემ გადმოაქართულა ფრანგული რაღაცა წიგნი ქართულ რეალობაზე გადმოიტანა შეცვალა თითქმის თავიდან ბოლომდე შინ ყველაფერი ძალიან basic რაღაცები დარჩა უცვლელი მე რან გაბრიაძის ამ სცენარით გადაიღო დანელიამ არ დაიდარდო გენიალური ქართული ფილმი რა ვიცი დანელია იყო გენიალური რეჟისორი მიმინო ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო სამეულში შევიყვანდი მე მიმინოს ქართული ფილმების მე ჩემი სამეული მაქვს და მე რაღაც მე დანჩენიური რომელია გიორგობის თვე თორიოსელიანის და ვერისუბნის მელოდი გიორგობის თვე მიმინო ვერისუბნის მელოდიები და შეიძლება 4-ეული იყოს კი ბატონო დავუმატებ იმას ციფერთემს
4 გამოვიდა, ხო? კი. აი მე-20 საუკუნეში გასაგებია და 21 საუკუნეში რომელ ფილმს გამოარჩევდი, აი ეხლანდელ დროს რო ყველაზე აი ეს არა იხედოზე, არა იხედო, ხო? Don't look up, არა იხედო. ისე პრინციპში ხა ბოლო პერიოდში ფილმების გარდა ძალიან ბევრი სერიალები გამოდის. ეხლა უფრო მეტი აქცენტი სერიალებზე არის ფაქტობრივად. მე სერიალების გიჟი ვარ, ასე თქონდა. მაგალითად სერიალებიდან რა შეიძლება ითქვას, რომ აი თანამედროვეობას რო ასახავდეს ისეთი რა სიტყოდი, აი როგორც აი ხა ჩვენ რო თქვით რა ეს ცხელი ძაღლი ასახავს კარგად ჩვენ უახლოეს ისტორიას HBO-ს ბევრი სერიალი მე არ მომწონს, მაგალითად არ გვიждები სოპრანოზე მაინდა-მაინც, ცუდი არ არის, მე არ გვიждები, რა. ჩერნობილმა ასახა კარგად, მაშინდელი საბჭოთა ყოფა გამოაჩინა. ანუ 80-იანი წლების საბჭოთა კავშირი დამდგა თვალწინ, როცა უყურებდი ეს სოჩიკი, სეტკა, სპეციალურად ვიყენებდი ტერმინებს. აი, სუფთა საბჭოთა კავშირი ჩანს ამ HBO-ს ჩერნობილში, მაგითია საინტერესო, მაგრამ ხა ჩემთვის საუკეთესო რამდენიმე სერიალი არსებობს, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე. ეს არის Breaking Bad, ეს არის აბსოლუტური შედევრი. რომელიც ახლა შეიძლება არ ასახავს იმდენად საინტერესო ეპოქას, უბრალოდ არის ადამიანის ბრძოლაზე გადარჩენისთვის, ხო? და ასახავს ამერიკაში არსებულ ეკონომიკურ depressiას, რომელიც დაიწყო 2008-9 წლებში. იმ დროს ხდება ამ ფილმის გადაღება და ასახავს მაშინ არსებულ არც თუ ისე კარგ მდგომარეობას ამერიკაში. მაშინ დაიწყო depressия არა, მაგრამ რეცესიას იზახდნენ. კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი. კი, 8-ში დაიწყო. depressiასთან ახლოს ვერ მინდოდა, მაგრამ მაინც მძიმე სიტუაცია იყო. მეორეს დავაყენებდი Game of Thrones. იმიტომ რომ ასეთი პოლიტიკაზე ესეთი კარგი ნაწარმოების სერიალი, ავიცი, რეალ პოლიტიკაზე ზუსტად და სულ მაგას უხსნით ხოლმე სტუდენტებს, რომ აი რეალ პოლიტიკა არის Game of Thrones და ხა თუ გინათ ხა ლიბერალიზმიდან ქადაგება რომ აუცილებლად მშვიდობა იქნება და კეთილი დაძლევს ბოროტს, ნახეთ Lord of the Rings, ელფები დაამარცხებენ ტროლებს და მათ ორკებს და ყველაფერი კარგად იქნება. არ არის სანერვილი, მაგრამ ეს სამწუხაროდ ესე მარტივად არაა ცხოვრება მოწყობილი. და კიდე მიყვარს ძალიან უკვე ხომ Desperate Housewives, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალია. სასტარკვეთილი დიასახლება. როგორც თქოს ამ ორთან ახლოს რაშვაშიო მეკითხებიან, მაგრამ რა ვიცი, მე მიყვარს. და მე ისტორიულებს დავამატებდი ორს, ერთი არის HBO სერიალი რომი. რომი კარგია, კი, შვენილი. ძალიან კარგად გადმოსცემდა იმ პერიოდის რომაულ პოლიტიკას და ყოფას, ასე ვთქვათ, და თანაც უბრალო ადამიანების თვალით, ეგ რაც მომეწონა ყველაზე მეტად მანდ იყო ის, რომ კეისარის იმით კი არ არის გადმოსახედვიან არის ორი რომაელი ლეგიონერის თვალით გაკეთებული. და მარტო კეისრის სიმართლე კი არ ჩანს, იმათი სიმართლე ჩანს, ხო? და ის ყველა და ზოგჯერ რაღაც შემთხვევითობა რო იწევს ხოლმე ძალიან დიდ ცვლილებებს, ამაზეც არის გაკეთებული აქცენტი, რა ძალიან მომეწონა. ცოტა კი არის გადამჟავებული, როცა კლეოპატრას შვილი ლეგიონერის განყავს, მაგრამ და შორს იგივე ლეგიონერი არის ერთი ძალიან მაგარი სერია, ჩემთვის ყველაზე მაგარი სერია ამ სერიალისა, როგორ დააქცია ტიტუს პულომ რესპუბლიკა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ რაღაცა ეპიზოდია, როცა მარკუს ანტონიუსმა ვეტო უნდა დაადოს სენატის განცხადებას და მიემართება სენატისკენ და ამ დროს თავს დაესწრია. ამ დროს ხო და ვერ გადარჩენს კეისარს, ხო? კი ბატონო. აჩხუბი ატყდება მერე და პულო და ისინი გაიქცევიან, ასე ვთქვათ და კეისარი უკვე რუბიკონს გადმოლახავს ამის მერე, შედეგად შესაბამისად ეგ ძალიან კარგი. და კეისარს ვერ გადარჩენ, იმიტომ რომ ეს დაიჭედება გზაში, რაღაც ცოლის გამო. მე ეგ ვორენოსია უკვე. ეს მეორეზეა, ხო, ამ სახელები ამერიკაში ბატონო, ხო. და ასევე მე ვახსენებდი ბოლო პერიოდში თუ ვიტყვით ესეთ სერიალებს, შოგუნს, იმიტომ რომ შოგუნი საკმაოდ კარგი. ხო, ძალიან კარგი სერიალი ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი პირველ ეკრანიზაციას მირჩევნია მე პირადად. მიუხედავად იმისა, რომ ძველიც მიყვარს შოგუნი. პირველს ვერც უყურე ეს იდეა. ხო, მაგრამ ცოტა ძველები ძალიან ის არის. ეცი რა არის ფილმები, რომელიც არ ძველდება, ანუ სულ უყურებ რა, არ აქვს მნიშვნელობა როდის. ძველი შოგუნი მოძველებულია. ძველი შოგუნი მოძველებულია, იმიტომ რომ ისიც აი სერიალი, წარმოგიდგენთ 80-იან წლებში გადაღებული სერიალი, რა თქმა უნდა, დღევანდელობისთვის ცოტა მოძველებული არის ხოლმე ამ ფორმით. ამიტომაც ახალი მე ვურჩევ ყველას რომ ნახონ, თავის დროზე ამ ფილმზე რეცენზიას გავაკეთე და ძალიან გამიხარდა მე რომ ყველა ჯილდო მოიგო შესაძლებელი იყო. ხო, ბოლოსკენ გაწელეს ძალიან ეგ შოგუნი. ხო, ნუ ხა ნახოთ, სხვაშორის ქართულ ენაზე წიგნად ითარგმნება ეს ნაწარმოები და იმედი მაქვს რომ მალე წავიკითხავთ კიდევაც ამას. არ ვიცი, მე პირადად წელს ნახან ამ წლის რაღაცა შემაჯამებელი არის ეს პოდკასტი გარკვეულწილად. სახალხო ფილმებზე ხორი ვილაპარაკოთ. ხო, სახალხო ფილმებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ვთქვი რისი ნახვა მინდა ამ წლის გამოსული ფილმებიდან, რა თქმა უნდა ნიურნბერგისა, მაინტერესებს როგორ გადაიღეს და რა აზე იქნება აქცენტი, იმიტომ რომ ნიურნბერგზე არაერთი ფილმია გადაღებული ხა. მინი სერიალებიც არის გაკეთებული, როგორც ასოს 2009 წელს გამოვიდა მინი სერიალი, რომელშიც ბრაიან კოქსი თამაშობს გიორინგის როლში და აი ახლა ვნახოთ რასელ კროუ როგორ შეასრულებს
ასრულებს. ეცი რაღაც სკეპტიკურად უყურებ. რასელ კროუზი მანდამაც არ არის ჩემი საყვარელი მსახიობი, სკეპტიკურად უყურებ. მაგრამ ნახოთ, იქნება დიდი დაბრუნება დადოს, ისევე როგორც ბრენდან ფრეიზერმა გააკეთა. ძალიან ფრეიზერმა კი გააკეთა. ძალიან ესე ვთქვათ, იშვიათია, ისე და ისე მეორე მსოფლიო ომზე შედარებით ჯანსაღი და ობიექტური ფილმი. ხო, აი მაგკუთხით მაინტერესებს ზუსტად, აი როგორ არის ისე გასწრებული ვარ ხოლმე, როგორც წესი. იმიტომ რომ მე ყველას კარგი ფილმი ერთ-ერთი რას მინახავს მართლა კარგი ფილმი მეორე მსოფლიო ომზე, რომელსაც გაამართლა ჩემი თეორია, რომ ომებზე ყველაზე კარგ ფილმებს დამარცხებულები იღებენ. გერმანული ფილმია სამსერიანი, ქვია ჩვენი დედები და მამები. გერმანულ სერია მეორე მსოფლიო ომზე? კი. ასევე გერმანებს ის ცხოვრობ გადაღებული წყალქვეშანავი. სტალინგრადი ძალიან კარგი. კი, დასბოვდა სტალინგრადი ძალიან კარგია. უმძიმესი ფილმია. სტალინგრადი, აი ძალიან კარგი ფილმი არის რა, ეს აუცრებაა. აი ძალიან რეალისტური. არაფერი. ეს რომ ბოლო პერიოდში ევროპული კინო მომაკვდავი არის ძალიან და რაც ძალიან სამწუხარო არის. ისე ამერიკული ჯობია. ხო, უცნაური არის ეს, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში ევროპული კინო ხარისხით არ ჩამოვარდებოდა კი არა, ხო, ბევრი დიდი შედევრი ევროპაში გადაღებულა ხო. ფრანგული კინო ბოლო. მე ვიყავი გაზრდილი ალბათ ფრანგულ ფილმებზე. ჩემი საყვარელი ფილმი იყო ფრანგული კომედიები განსაკუთრებით. მე ეხლა კი უყურებ ხოლმე როცა გადის, იმიტომ რომ მან ძალიან მაგარი გადაღებული. ზედახვეწილი ფილმები იყო, ზედახვეწილი და ესეც ზედახვეწილობას მე ამერიკულ ფილმებში ვერ ვნახულობდი როგორც წესი. ბრიტანულებიც შეიძლება. ასე იმდენი მაინც არა. იმდენად არა ხო. უფრო ამერიკაში მოღვაწეობენ ხოლმე ბრიტანელები. კი ბატონო, კი ბატონო, ხო, მსახიობი მით უმეტეს. ფრანგულები უფრო დახვეწილი იყო. ამერიკულებში თქო გაერეოდნენ დახვეწილი რეჟისორი როგორც არის ბილი ვაილდერი მაგალითად, მაგრამ ფრანგულებივით არა, ესე დახვეწილობა არავის არ ქონდა ალბათ. იტალიურები ცალკე ცხადია. შეგამორჩეთ ფილმი აქეთ სანტა ვიტორია საიდუმლო. არა ეხლა დაგახვეჭა დრო და ბროდ ნახო ფილმი სანტა ვიტორია საიდუმლო. გენიალური კომედიაა. და არის მეორე მსოფლიო ომის დროს რა ხდება იტალიაში. როგორ უმკლავდებიან იტალიელები გერმანელებს. კი არ ებრძვიან. მე მახსოვს ასევე სალო არის მეორე მსოფლიო სალომე ძალიან არ გვინდა რა. ძალიან მძიმე ფილმია. აი ტიპიური იტალიური ფილმი როგორ ებრძვიან გერმანელებს კი არ ებრძვიან იარაღით. ატყუებენ, ღვინოს უმალავენ. გენიალური, აი ძალიან მაგარი ფილმი არის. აი ესეთი მიდგომა საერთოდ ასეთი, აი იცი რა თითქოს ძალიან დიდი უბედურების მიმართ რაღაცა კომედიის პოვნის რო არის ცდელობა. მე ჩემი თეორია მაქვს, რომ ღვინის მსმელ ხალხს ეგეთი მიდგომა აქვს რბილი უფრო. ფრანგებს იტალიელებს. ანუ მედიტერანული ცივილიზაცია მოკლედ ვთქვათ. პორტუგალია, ესპანეთი ჩვენც პრინციპში იტალიელები ბერძნები და ასე შემდეგ ხო ჩვენ არ ვართ არყისმელები ჩვენ ღვინისმელები ვართ დავიმახსოვროთ ჩვენ ღვინისმელები ვართ გერმანელები და გერმანიკული ხალხები ლუდისა და იმის ჩრდილოეთით უკვე არყისა და არი ხალხი სულ არ უარსვამენ საერთოდ ეგეთებს ასე ეგეთი ხალხი ძალიან კი ეგეთი ხალხი ძალიან ნამდვილად მოკლედ დასასრულისთვის მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ ამ წლის ბოლომდე ალბათ საახალწლო ეპიზოდი გვექნება რომელსაც ურჩევ ხოლმე ყველა მსმენელს რომ ნახონ იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დადებით თემაზე მაქვს ხოლმე რაღაც ისეთზე რომელზეც საახალწლოდ განწყობას ცოტა შეუქმნის ადამიანს რაღაცა გამოიყოს მდგომარეობი და იმიტომ რომ ყველა დაზაფრული არის წელს განსაკუთრებით ხო ანუ არ არის გასაკვირი პრინციპში იმიტომ რომ რაღაცა ჩვენთვის ნაცნობი სამყარო იგრევა საბჭოთა კავშირის საახალწლოდ ფილმი იყო ერთი ბედის ირონია იყო ვერ მაიცის ირონია რომელიც ყოველ წელს გადიოდა სულ გადიოდა და მაშინ არა მარტო მე ეხლა 2000-იანებშიც მახსოვს რომ თითქოს ყოველთვის გადიოდა ხოლმე ნუ სანამ ეხლა ბოლომდე არ მოკლა ტელევიზია სტრიმინგმა და ისე თქვა კომპიუტერმა გადიოდა სულ მახსოვს რა კი ნამდვილად და ნუ რა თქმა უნდა სახალხო ფილმებს ნახავთ როდესაც დადგება 25 დეკემბრიდან იწყება ხოლმე და წავა სერია მე ჰარი პოტერის მარტო სახლში ბეჭდების ბრძანებლის რატომ არის ბეჭდების ბრძანებლის სახალხო ფილმი არ ვიცი მაგრამ არის ხოლმე რა ბოროტსაც ლიეკეთ ხო და ნუ გარკვეულწილად ეს უხდება სახალხო განწყობას და მარტო სახლში რა თქმა უნდა მეორე ნაწილს დააკვირდით განსაკუთრებით ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი ჩანს ახალგაზრდა საკმაოდ კი ახალგაზრდა საკმაოდ კი ისეთი გვერდში მინდა სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ახლა კი არც მადლობას გიხდი ძალიან საინტერესო საუბრისთვის იმედი მაქვს მსმენელისთვის საინტერესო იქნება და ამ ფილმების იმას გავაკეთებ მე სიას რომელსაც აღწერაში დავდებ იმიტომ რომ ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე რომ აი რაღაც ახსენებთ ხოლმე იქნება მე რომ მიუთითოთო რომ მე ჩვენს ვნახოთ რა აი თან მარტო ჩვენ ხარ ვიყურებენ ხო და შესაბამისად ამ ფილმების სიასაც შემოგთავაზებთ რომ მე თქვენც უყუროთ და თქვენი აზრი გაგვიზიაროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მადლობა კიდევ ერთხელ და მსმენელს დამშვიდობები მომავალ ეპიზოდამდე